ადამიანი ღმერთს გაჩენილია. და ბიბლიური ჭეშმარიტებები ამას მიმტკიცებს. ამიტომ არის ჩემი ურთიერთობა ღმერთთან, როგორც უდიდეს მასწავლებელთან, იმიტომ არის სასიამოვნო, რომ მე ის მონად არ მაქცევს. მე მაძლევს აზროვნების თავისუფლებას, პასუხისგებლობას და შეგრძნება პასუხისგებლობას და თავისუფლება არის უდიდესი სიამოვნება. რომ სხვაზე აღარ ახარიც, აი სხვა ვერ გათამაშებს და არჩევანს შენაკეთებ რა მოაზროვნე პასუხსაც შენაგებ და სხვას ვერ გადააბრალებ. ამიტომ იყო ევა და ადამი ღმერთის მიერ, როგორ იცით, არა მიღებული იმ აქტში თავს იმართლებდნენ, რომ შენ არ გეპატიებ ეს, შენი შეგნებული იმით, შენ გადაწყვიტე ეს არჩევანი და აბრალებ ახლა ადამს, ადამი ევას, ის ცხოველს, სხვა ცხოველს და ერთად აღებული ღმერთს დააბრალეს. რომ რატომ შექმენი ასეთი. ამიტომ ადამი და ევას შეცდომა ის არის, რომ გაცნობიერებული გაქვს, რომ ღმერთმა შექმნა ასეთი, რომ შენ ცოდვა ჩაიდინე. ბიბლია მეუბნება, რომ ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი ცოდვის ჩამდელი. ცოდვას იდენ შენ, შენი არჩევანითა და შენი აზროვნების მასშტაბით. სხვანაირად არ გამოვა. ადამი და ევა მოაზროვნეები იყვნენ. და რა უცნაურია ხო, როდესაც მოაზროვნე ადამიანი ცდება და მithumetes, როცა ზომბირებული არის და ხო წარმოიდგინეთ, რა უნდა მივიღოთ ახლა ჩვენ აი რა საზოგადოება უნდა ავაშენოთ, ყველას რომ აქცევ რაღაცა მონად. და ერთი პიროვნება თვითონ ცალკე განათლებას იღებს, მონებს აკასწავლიან თვითონ სხვაგან ისე და გვევლინებიან ბელადებად. და როცა ადამიანს წაართმევ ყველაფერს, მექნება ისეთი განცდა, რომ მე მეშინია მარტოთ ვიყო. ამიტომ მე მჭირდება მოაზროვნე. ჩემი აზროვნება გარეთ გაივიდა სხვაში. იმას გადავაბარე ყველაფერი და დავჩენილი პირი უყურებ. მიშველე რამე. ის კიდე არ მშველის. ჩვენ რომ სწავლობთ ამ ბიბლიას, ამოცანა ამის ის არის, რომ პიროვნებაში გაიღვიძოს ავტონომიურმა აზროვნებამ, სულმა და არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს და არა, ჩემ ხუშტურზე იაროთ, რომ მე მინდა ასე. მე არაფერი არ მინდა, გინდა იწამეთ და გინდა ნუიწამებთ. გინდა მიიღეთ, გინდა მიიღებთ. ერთი კი არის, რომ აზროვნება კი კარგი რამე არის. და აზროვნება იცით, რომ მოაზროვნე ადამიანებს უფრო იტაცებს სატანა კიდე, იმიტომ რომ ტლუ ადამიანი იმ დავითვე იმის კაცი არის. მაგრამ მოაზროვნე, რომელიც კარგად აზროვნებს, ის ისეთ რამეს აამუშავებს, რომ გადაიბირებს და ბევრი მოაზროვნე სატანამ გადაიბირა. ფრომი, ფროიდი, ჰაიდეგერი, სარტრი, კამიუ. აიცით რა მოაზროვნეები არიან? მარქსი. მარქსი მოაზროვნე კაცი იყო. გადაიბირა. აუცნაურია. ასევე მოაზროვნე იყო, ხო? მთელი რიგი ბიბლიური პიროვნებებიც, რომ გადახედავთ სოლომონი, დავითი და როგორ იგივე აბრაამი. აბრაამიც არ არის, არსად არ წერია, რომ აბრაამი ტლუ არის. მართალია აბრაამის აზროვნების ცნობიერების ნაკადი გაშლილი ბიბლიაში არ არის, იმიტომ რომ გითხარით მარტივი მიზეზით, რომ ბიბლია სხვა კუთხით იხილავს ყველაფერს და ეს არ არის წიგნი მეცნიერებაზე, ნებისმიერ მეცნიერებაზე, არც ფსიქოლოგიაზე, არც ლიტერატურაზე და არც მეცნიერების წიგნი ეს არ არის. არც კრებულია ლექსების. ამას თუ არ მიუნდექით ესე, ვერ გავიგებთ. ხო და სხვა კუთხით ჩვენ მივხვდებით, როგორ აზროვნებს თქვათ პავლე. პავლეზე იტყვის ვინმე მოაზროვნე ან პეტრეზე, ან იაკობზე, ან იოსებზე, ან მოსეზე, აბრაამზე იტყვის ვინმე რომ ვერ აზროვნებს. აზროვნებს, უბრალოდ გაშლილი არ არის ისეთი მასშტაბებით მისი აზროვნება, როგორც მაგალითად პავლესი. და მთელი მისი აზროვნება პავლესი სულიწმინდის მეშვეობით გადმოცემულია მისი მეებში. აბრაამში არის მისი რწმენის პრაქტიკული ფორმები განხორციელებული. მარტო პრაქტიკული. აი მე-12 თავიდან მოყოლებული 25 თავის ჩათვლით. აბრაამი გვევლინება მან როგორც მოაზროვნე, იმიტომ რომ არ არის საჭირო სკოლაზე დამთავრება, სიტყვაზე ვიძახი, არ წერია მან აბრაამმა ბაღში იარა, სკოლა გაიარა, გამოცდები ჩააბარა, დიპლომები აიღო. ჩემთვის აბსოლუტურად სარწმუნო არის, რომ აბრაამის სახით ჩემთან არის ძალიან ძლიერი მოაზროვნე პიროვნება. მასთან რო დაჯდები ნებისმიერ საკითხზე დაგელაპარაკებოდა. მაგრამ აღწერილი არ არის აბრაამის დიალოგი ეკონომიკაზე, ყოფით ცხოვრებაზე, ეთიკაზე, მორალზე, ბიბლია დუმს ამაზე. და რა არის გამახვილებული მანდ? რწმენა. რატომ არის ბიბლიაში რწმენაზე მეტი აქცენტი? იმიტომ რომ თუ იწამებ იმას, რომ ღმერთი არის ავტორიტეტი და იმის გაჩენილი ხარ, შენ როგორც ინდივიდი იღვიძებ და გაღვიძებული და გაცოცხლებული ინდივიდი იმ თავით ხომ მოაზროვნეა. სხვანაირად შეიძლება? სხვანაირად არ შეიძლება. და თუ ამ აზროვნებას უკვე სხვა მიმართულებით წაიღებ, რაც მოხდა, გაღვიძებული იყო და გაცოცხლებული ადამი და ევა და სატანა მივიდა, გადაიყვანა თავის ჩუაზე. წაართვა ღმერთს და ამიტომ მათ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრათ მათ და არა ღმერთს. ღმერთმა კი პირიქით დიდი სიყვარულის გამო გამოისყიდა. აქაც ჩანს ღმერთის უდიდესი სიყვარული ჩვენს მიმართ, როგორც ცოდვადაცემული კაცობრიობის მიმართ და უტვინობა ადამიანისა, დაჩუქარა აზროვნებას ღმერთი რო გვაძლევს და სიყვარულს გავცვლით ცდუნებებზე. საიდანაც შემოვიდა და ყველაზე ძლიერი ცდუნება ის იყო, რომ ღმერთის ადგილი უნდა დაგვიკავებინა. ესე იგი, აი იმდენად გამოშტერთ, გამოვლენჩთით. და ეს მაგარ დონეზე
მუშაობს მეგობრებო, აი დღესაც კი. ბიბლიაც როცა უყურებთ, არ შევხედოთ როგორც აი კარებული რაღაცა საზეპიროებისა, რიტუალებისა, რასაც ბევრი უყურებს და თანამედროვე პლანეტაზე დღეს არასწორი მიდის ბიბლიური სწავლა განმარტებები და ბუნებრივია ბიბლია, თავად ბიბლია მცემს ამაზე პასუხს და ჩემი აღმოჩენილი ეს არის, რომ არიქა ევრიკა მე გამინათთა თავი. არა, ძალიან ბევრს გაუნათდება თავი თუ ბიბლიიდან ბევრ ამას ისწავლის და მიხვდება რა მდგომარეობაშია დღეს პლანეტის რელიგიური მხარე. თლათლე რელიგიურია დედამიწა. ასეთი უტვინობა მეორეც არ არის. გადახედეთ აი სივრცეებს, სოციალური გნებავთ, მასმედიის საშუალებებს და მიხვდებით, მოაზროვნეებთან გვაქვს საქმე თუ თუთიყუშებთან. რომ უდიდესი უმრავლესობა იყო ღმერთთან, ჩემთვის ღმერთთან ურთიერთობა ეს აზროვნების დემონსტრირება. და აზროვნება არასოდეს არ არის ნერვების მოსაშლელი. არ შეიძლება ნერვები მოგეშალოს, მე მაგალითად არ მიშლის ნერვებს მარქსი, კანტი, არ მიშლის მე ნერვებს. არ მიშლის ნერვებს ვოლტერი. ხომ იყო ის ათეისტი. აი ეს ტიპები მე ნერვებს არ მიშლის, უშენი ათეისტო, ფუ ეშმაკს. არა, აზროვნებს ის. უბრალოდ მაოცებს. ასეთი მოაზროვნე კაცი ღმერთთან რატომ არ უდაყოფნა? მარტივი მიზეზით. თავად იქცა ღმერთად. ადამ და ევას სწორედ აზროვნება ღმერთობა უნდოდა და ცოდვაში ზის. ამიტომ ეს აზროვნება წარმართა იმ მიმართულებით, რომ დააფიქსირა არაცოდვილი კი არა ვარ მე, პირიქით, ღმერთი არ არის. და ვარ სიძახის ღმერთზე და რო შეხვდება ერთ ჩვენი ერთ დღეს. მე არ ვიცი რა ეშველება ამ ხალხს ხომ? ამდენად ჩვენთვის მოაზროვნეობა ყველანაირი ეს იქნება კაცი რომელიც გაბუტულია და ღმერთთან არ უნდა ურთიერთობა, იმიტომ რომ თავად იქცა ღმერთად, ჩვენთვის მაინც არის დადასტურება ამისა, რომ ღმერთის შექმნელი ეს. ხო, მოაზროვნე ადამიანი ჩემთვის ღმერთის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის. აი ეს უყურებ მე ჩემთვის რომ დავალაგო ჩემ თავში ესე და არც თუ ისეთი ფანტაზია ეს მეგობრებო, ეს არ არის ხა ჩამოფრენილი და ამ კუთხით რო უყურებ ადამიანებს ერთი სიამოვნება მოაზროვნე ადამიანთან ურთიერთობა. მოაზროვნე ადამიანთან ურთიერთობა არასოდეს კონფლიქტით არ მთავრდება. აი ინგლისელების ის რო გითხარით რომ გამონათქვამი როგორ არის ხო? მოდი თავდაპირველად მოვილაპარაკოთ რომ ჩვენ ერთმანეთს არ დავეთანხმოთ ხო? ჩვენ არ ხსიამოვნებს თუ შენ წინ მოაზროვნე კაცია? თუ ეხლა ის მისი აზროვნება არის სატანის სამსახურში, დატოვეს იმაში რა პრობლემაა, ხო არ გაწუხებს, იმიტომ რომ შენი აზროვნება იმის აზროვნებაა, რომ ვერასოდეს ვერ გადაგიბირებს ის, როგორც ადამი და ევა გადაიბირა სატანამ. იმიტომ რომ სატანაც წარდგა როგორც ფსევდომოაზროვნის არსება ადამთან და ევასთან. და მან პირველმა იგემა ის მარცხი. მან მოინდომა პირველად ღმერთს გაჯიბრებოდა და მისი ადგილის დაკავება, მაგრამ ისე იყო შექმნილი ღმერთმა შექმნა ეს ასეთი, არ შეიძლება აუჯანყდეთ ჩვენ ამას. ჩვენ უნდა გავარკვიოთ ჩვენი როლი და ადგილი. და რწმენა არის სწორედ იმის რწმენა, ჩვენი ადგილი მოვუძებნოთ, დისტანცირებული უნდა ვიყოთ ღმერთთან რა დონით. სულ დავშორდეთ, შავათაა ჩვენი საქმე. სულ დაუახლოვდეთ, არ გამოვა. ადამს უნდოდა და ევა სრულიად იდენტურობაში ყოფილიყვნენ. სხვა სიტყვებით, ღმერთობა მოინდომეს. ამიტომ ჩვენი მოვალეობა რწმენიდან ვიღებთ იმას, რომ არც ღმერთად უნდა ვიქცეთ ჩვენ, არანაირად. და დავჯერდეთ ჩვენ ყოფას, რომ გავიგოთ ვინა ვართ ჩვენ, ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან გაგვაგებინებს. აბა ადამიანი ვერ გაგვაგებინებს ჩვენ, თქვათ მარქსი იქნება თუ დარვინი ჩვენ საიდან ვარ და თუ გაგვაგებინებს, უფრო გაგვიმტკიცებს ისედაც ცოდვადაცემულ რწმენას იმაში, რომ ღმერთი არ არის. აი ეს არის პირადად ჩემი ურთიერთობა, რატომ კიდე ერთხელ რო დასვათ კითხვა, რატო ვიღებ მე ბიბლიას? იმიტომ რომ აი მაჩვენეთ უკეთესი საზოგადოება, სადაც მე როგორც მოაზროვნეს წამომწევს წინა პლანზე და დამსახავს მოაზროვნეთ, არ გაბრაზდება ჩემზე, მე დიდი სიამოვნებით გადავალ იმის მხარეს. მაქციოს მეს მოაზროვნეთ, ახლა მოაზროვნეთ მაქცევდა მარქსიზმი და გავცვლიდი? ათეიზმმა მაქცია მე მოაზროვნე და გავცვლიდი ამას? როგორ გეკადრებათ? ათეიზმმა პირიქით ჩემი აზროვნების ყდომი დაიწყო და ჩემი ბუნება ღმერთიდან შექმნილი ეწინააღმდეგებოდა ამას და ეს დავაფიქსირე, რას ეწინააღმდეგებოდა ღვთიური არსების მიერ შექმნილი ჩემი არსება. და ეს დიდი გამარჯვება იყო. ამიტომ მივდივართ ჩვენ ბიბლიასთან და თუ მეტად გამოგვიცხადებს რა, მაგას რა ჯობია. თუ ღირს მყოფს ისე რომ მეტად განმიცხადოს ჭეშმარიტებები დაფარული, რომელიც არს ჩემდა სამწუხაროდ, არს ჭეშმარიტებები დაფარულია, მაგრამ ამავე დროს არის ოპტიმიზმი, არა არს დაფარული, რომელიც ერთჩვენეთოს არ გამოცხადეს. მე ამ იმედით ვარ და ველოდები იმ დროს, რომელიც ჭეშმარიტება აგრეთვე რომ სიამოვნებს მე გამოცხადდება. ამიტომ რჩები მე რწმენის სფეროში. და ის, რასაც ხილულ სამყაროში ადგილი აქვს, მე იმას ვიღებ, უკვე ჩემი აზროვნებით და ამ საზღვრებს გარეთ აღარ გავდივარ. ესე იგი, ოკულტიზმში არ გავდივარ, კითხაობაში არ გავდივარ, ეს არის ღმერთს აუჯანყდე და დაფარულის, აკრძალულის ზონაში შესვლა ჩემი ამბიციებით და რაც მთავრდება კატასტროფით. ძალიან ბევრი რელიგიები ამ სფეროში გაყოს თავი.
და ამაში არ გადიოდა არც აბრამი, არც მოსე და არც ადამი და ევა. და ვფიქრობ ეს ჭუის სასწავლებელია ჩვენთვის. ამიტომ ვიძახი პირველი 11 თავი ჩვენ თუ რწმენაში არ გაჯდა ის რომ სამყარო შეიქმნა ღმერთის მიერ და თავის მტრევა აქ საჭირო არ არის და აზროვნები ისეთი მასშტაბებით უნდა გავაქანოთ ჩვენ რომ აქამდე მიგვიყვანოს და არა იქამდე რომ ერთი უარყოთ და ეს არ არის ბრმარწმენა ჰაერში გამოკიდებული არ შეიძლება ღმერთს გაეჩინა ადამიანი ბრმარწმენით აბრამი ბრმარწმენით არ დადის არც ერთი ბიბლიური პერსონაჟები ბრმარწმენით არავინ არ დადის იმიტომ რომ მე ბრმარწმენით მე არ მივიღებ ესე რომ ფილოსოფიური რწმენაც იგივე ბრმარწმენა არის იმიტომ რომ ფილოსოფიური რწმენა ეს არის პიროვნების აზროვნების დემონსტრირება და პიროვნების აზროვნება არის შექმნილი ღმერთის მიერ და ასევე სატანა ისარგებლებს ამით და გამიყვანს ეს აი მისი რწმენა ფილოსოფიური რწმენა დამკაში ესმაკისკენ ამიტომ კი ვაფასებ არისტოტელეს პლატონს მაგრამ რაზეა დამოკიდებული შენი რწმენა აბსტრაქტულ რაღაც განყენებულ პირველ მამოძრავებზე აბსტრაქტულ რაღაც სულზე იდეაზე არა აქ ეს მე არ მაწყობს ესეთი ტერმინებით სატანა ამაცდენს გზას აი ბიბლიაში რო ჩავიხედე ბიბლია იგივე თუ გინდათ სიმბოლურად დავარქვათ ბიბლიას პლატონი თქვათ ღმერთს პლატონი და აი პლატონი გვასწავლის ჩვენ და პლატონმა დაწერა ბიბლია აი ამას უჯერებ მე და ახლა პლატონს აღიარებდეს კაცი მის ნაწერებით დადიოდეს ის ეგ ადამიანია მაგრამ აი ჩვენი პლატონი ღმერთი რო ქვია და პლატონის სიბრძნისა და აბსოლუტური გონიერების სიმბოლოა ხმარობ მე მაშინ მე უნდა დაუჯერო ამას მის საზღვრებში უნდა დავრჩე იმიტომ რომ მან შექმნა პლატონი კი არ ქმნის მე შექმნილთან მუშაობს თავად მუშაობს თავის თავზე გამოაქვს გარეთ გვითრებს მის სფეროში გვააზროვნებს აზროვნებას გვასწავლის მაგრამ სამყაროს წარმოშობაზე ჩემს წარმოშობაზე იგი დუმს და თუ ლაპარაკობს ბევრ შეცდომებს უშვებს ამიტომ სამყაროს წარმოშობაზე ღმერთი გვეუბნება ადამიანის წარმოშობაზე ღმერთი მელაპარაკება და აკვირდით ღმერთი ქმნის ადამიანს და ეს დიდი სიამოვნებას გურის ჩვენ რომ ასეთი პიროვნება ქმნის ადამიანს სულ მოწესრიგებული არის ყველაფერი მაღალი დონის კანონზომიერება არაფერი ღმერთის ნების გარეშე არ სრულდება არაფერი აი ელემენტარულად თმის ერთი ღერიც კი არ ვარდება რომ მან არ იცოდეს მის ნებაში ეს არ იყოს მის აზროვნებაში ეს უფრო მაგარი რამეა და ჩვენ როგორც ამ დედამიწაზე ღმერთის მერე აი ესეთი მაღალი არსებანი რომლებიც აი ატარებენ სიძულვილს, სიყვარულს, მერდგულებას, მეგობრობას, მტრობას, შემოქმედებას, ყველაფერი შეუძლია. მაგარი რამეა. აი მისი პატარა წარმომადგენელი დედამიწაზე. ამოიღეთ დედამიწიდან ადამიანი და დედამიწა იქნება უდაბური. ამიტომ არ მჯერა ევოლუციის თეორიისა რომ დედამიწა შეიქმნა თავისთავად და მერე მილიარდი წლები იტრიალა და ამ ტრიალში წარმოიშვა მატერია და სიცოცხლე. ეს არის ზღაპარი. თორემ სადაც ადამიანი არ არის დაბურებულია ყველაფერი სადაც ადამიანი შედის ხრიოკსაც კი ბაღნარად აქცევს აი შემოქმედი და ხლა ადამიანის გარეშე როგორ შეიძლება 4 მილიონი წელი იტრიალა დედამიწა ღმერთის გარეშე ღმერთი არ არის და თავის ტრიალში გაიგე ამ მზესთან ეს მზეც ხო იყო კაცო ხლა თუ მზე არ იყო გასაგებია ხო ხო გადაიბუგებოდა ყველაფერი და თანდათან ევოლუციით მე ნელ-ნელა ხდება ხეები რაღაცა და სულ ბოლოს ადამიანი ესე იგი ადამიანს აქ დახვდა ევოლუციის თეორიის თანახმად დედამიწამ თვითონ მოაწესრიგა ეს ბუნება გაამწვანა წალკოთად აქცია ყველაფერი და ბოლოს ადამიანი შემოვიდა წალკოთში ეს არის ამოტრიალებული აი დამახინჯებული ბიბლიური ჭეშმარიტებები და სატანურად გაგებული მაგრამ როგორ შეიძლება ხლა მატერიამ შექმნას რამე რატომ ეშინია პიროვნებას თქვას რომ ღმერთმა შექმნა სამყარო და არა მატერია როგორც მარადიული რამ და თან წლობით რომ ეს დედამიწა ტრიალებს და ამას გვერდი ვერაუარა ძალიან ბევრმა თეოლოგმა რო ვერ მოაწესრიგეს თავის თავში მეორე და პირველ მუხრშორის რაღაცა რო არის აი ჩაამატეს რომ თითქოს თავდაპირველად რაღაცა მოწესრიგდა მერე კიდევ მოხდა კატასტროფა და მერე კატასტროფის შედეგად წავიდა ერები რაღაცა წლები და არა დღეები აი ეს არის სისულელე სატანას ემუშაობს არა მეგობრებო იქ რაც წერია ყველაფერი სწორად უნდა გავიგოთ და სწორად გასაგები თუ არ არის მაშინ ვერ გავიგებ არის სწორად გასაგები მაგრამ ადამიანს არ უნდა სწორი გაგება ისევე როგორც ადამსა და ევას არ უნდა ჩაერთოთ მის რწმენა და გონება და არა ყოლოდან ფეხის ხმას რომელმა ფეხის ხმას არა მარტო თვითონ დაღუპა ისინი არამედ დაღუპა მთელი კაცობრიობა და ჩვენ შემოვდივართ ტანჯვაში და ახლა ისევ რწმენა და იმედით შევყურებთ მომავალს იმით რომ ტანჯვა ავირიდოთ არა და წარმოგიდგენიათ რომ ღმერთს შეექმნა ადამი და ევა ტანჯვისათვის მაშინ რატომა ჩვენ რა რომელი მშობელია ჩვენ შვილს ტანჯვისათვის არც ერთ მშობელს გააზრებული არ აქვს ბავშვი რო იბადება განწირულია სიბერისა და გვტომისთვის არც ერთ მშობელს საკმარისად ეს გააცნობიეროს მშობლებმა და შვილს არ გააჩენენ რომ რა ელოდებათ ამათ წინ აი ასევე ღმერთი კაცო
ღმერთმა ხო იცოდა, აბსოლუტური მცოდნემ, რომ ჩვენ გაგვაჩინა ხო ადამი და ევას ჩვენი წირაპრები და ჩვენც მასში მოვიაზრებოდით, გავჩდით ჩვენ ბედნიერებისათვის, მხოლოდ მასთან ურთიერთობაში, მხოლოდ მასთან, მის გარეშე ჩვენ ბედნიერი ვერ ვიქნებით. და დაგვაშორა რა სატანა მას, აბატონო, მთელი კაცობრიობის ისტორია ეს არის ბრძოლა ბედნიერების დასამტკიცება დედამიწაზე და ვერავინ ვერ მიაღწია ამას. იმიტომ რომ სატანა არის. ცოდვა გრიალებს. აი იესოს დამსახურება სწორედ ეს არის. მთელი ბიბლია ეს არის ღმერთის სიყვარულის დამტკიცება დაწყებული ტრანსცენდენტიდან გოლგოთას მთაზე დამთავრებული. აი ეგ არის ზეიმი. სხვა დანარჩენი ახლა მეგობრებო არის ფანტაზია. ხო და რომ დაუბრუნდეთ ჩვენ თემას პიროვნებებს, რომ აბრაამიც მოაზროვნე პიროვნება არის და ეგ არ არის ზომბირებული, ეს არ არის ბრმა რწმენის მიმდევარი, ეს არ არის რელიგიის რეფორმატორი, იმიტომ რომ ვინ არის მაშინ რეფორმატორი? მაშინ უნდა იყოს აბრაამი რეფორმატორი, ხო? ან ვიღაცა მასწავლებელი უნდა ყავდეს რელიგიისა. მას მოძღვარი არ აყავს. არ აყავს რელიგიური გურუ. ესე იგი ვიღაცასთან უნდა ურთიერთობდეს. ვისთან ურთიერთობს? აი, ღმერთი. რომელიც რაღაც გარკვეული პერიოდების მერე თითქოს ეკარგება მხედველობიდან აბრაამს. ის არის უკვე რომ იმედი გადაეწურება აბრაამს, რომ გონი უკვე ღმერთი აღარ მოვა და ღმერთი დაელაპარაკება. შემოდის მის ცნობიერებაში თეოფანური ფორმით. შემოდის და ისევ აბრაამს შერწება. კიდე გავა 10 წლები, 20 წელი ესე არის ხანდახან, 24 საათში ყოველ წუთს მის თვალწინ არტრიალებს და ის რომ უკვე აბრაამს თითქოს და უკვე აი რწმენის ღალატი ეწყება ღმერთი და შერწება, ხო? რაც მოვიდა თქვა, ერთხელ ეგვიპტეში ჩასვლის დროს, მეორედ გერარში ჩასვლის დროს, ჩვენ გავიარეთ ეს თავები, რომ აბრაამს იქ უკვე აი შერწვა და აღსარება, განწმენდას ჰქონდა ადგილი და ბუნებრივია ღმერთმა ეს ნახეთ როგორ მოაბრუნა ყველაფერი ეს და თუ ეს ბრმარწმენა არის. კარგი, შენ ბრმარწმენის ახარ, მაგრამ აბიმელექი ხო ისტორიული ფაქტია ის, რომ აბრაამმა ცოლი გაიმეტა ერთ შემთხვევაში ეგვიპტეში, მეორე შემთხვევაში გერარში რო ჩავიდა ფილის და გერარში აბიმელექთან. წაიყვანა იმანის, სხვა სიტყვებით, ხალი წაართვა ჰარამხანაში. ბრმარწმენისა აბიმელექი? მაშ რატომ მოხდა ჩარევა? რა ეს ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი არის, რომ დაგვაჯეროს ბიბლიის ავტორმა და გამოგვათაყვანოს მსოფლიო იმაში, რომ ეს ადამიანმა დაწერა და არავითარ შემთხვევაში. ამიტომ აბრაამი ჩემთვის არის ცოცხალი რწმენის და არამკვდარი რწმენის პიროვნება და გვიმტკიცებს თუ როგორ უნდა შევიდეთ ჩვენ ცოცხალ რწმენაში. მკვდარი რწმენის რწმენა, არაფერი რწმენა არ არის. რა თქმა უნდა, ახლა მკვდარი რწმენა. რაცაც ადგილი აქვს მართლმადიდებლურ სივრცეში, კათოლიკურში, პროტესტანტურში, ძალიან ბევრში, რომ ზოგს ისე აქ აი ზოგმა წიგნი გააკერპა. აი თქვა, არის ხალხი, რომ უკვე წიგნი გააკერპა ბიბლია კითხულობს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 10ჯერ, არაფერი წინსვლა არ არის. და იმდენად გააკერპეს წიგნი, რომ კითხულობ წიგს და ერთხელ წაიგითხე, ციტატებით ზეპირად იცი, სადაც ხარ გვერდზე და გადაშლი იქიდან მელაპარაკები და არაფერი ძვრა არ არის, იმიტომ რომ გადადე წიგნი გვერდზე და აზროვნების დემონსტრირება ასაჭირო. და იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად ამ კუთხით იმუშავეს და რამდენიც გინდათ იმდენია. 7 მილიარდი შეიძლება არ იყოს, ხო, ამ ხილულ სამყაროში ახლა ამ ეტაპზე ვლაპარაკობთ, მაგრამ არიან და ძალიან ლამაზად აზროვნებენ, აი ძალიან ლამაზად რა, რომ შეეხებიან ქრისტეს და ქრისტიანული თეოლოგები, ქრისტიანული პროფესორები, ბოტანიკის დარგში, ზოოლოგი არიან ესეთები. არის ქრისტიანი ფსიქოლოგი, აი გაოცდებით, რომ ქრისტიანი ფსიქოლოგი შეიძლება თქვას, რომ როგორ შეიძლება ქრა. აი ესე იგი ის აღიარებს ღმერთის მარადიულობას, არსებობას, სწამს ამისი და ის არის მიმდევარი იმ მსოფლმხედველობისა, რომელიც განცხადებულია ბიბლიაში და ამავე დროს არის დედამიწაზე განწესებული ადამიანის ფსიქიკის რა დონეზედაც არის შესასწავლი იმის ფსიქოლოგია. მაგრამ ის თავის თავზე მეც არ იღებს და ადამიანი ხო ფსიქიკაც არის. ფსიქოლოგიც აუცილებელია და ახლა ვერ დავეთანხმები რომელიმე სექტანტს, რომელსაც მთლიანად მთელი ფსიქოლოგია სატანის სამსახურად გავა არ არის სწორი. არანაირად სწორი არ არის. რატომ? ქრისტიანი იყავი, მაშინ ზეინკალიც გადავაგდოთ ისტორიკოსიც. რატო? იყავი ქრისტიანი და იყავი საქართველოს ისტორიის წარმომადგენელი. იყავი ბატონო ქრისტიანი, აუცილებელია ქრისტიანით ყოფნა, მაგრამ არ არის აუცილებელი ისტორიკოსობა. აუცილებლობა არ არის ეს. არ არის აუცილებლობა ფსიქოლოგობა, მაგრამ აუცილებელი არის ქრისტიანობა. შენი ურთიერთობა ქრისტესთან და მე უკვე როცა ქრისტესთან ურთიერთობ, ძალიან კარგი მასწავლებელი იქნები საქართველოს ისტორიისა. ძალიან კარგი, იმიტომ რომ არის საქართველო და არის ისტორია. ძალიან კარგი ფსიქოლოგი იქნები საქართველოს სივრცეში. იმიტომ რომ არის საქართველო, არის ფსიქიკა, არის, მაგრამ როცა ღმერთის გარეშე ისტორიკოსი ხარ, არ აღიარებ ქრისტიანობას და შენ იმის ადგილზე ხო ვიღაცა უნდა გააღმერთო. ამიტომ რას აღმერთებს ისტორიკოსი? ისტორიას, წარსულს. აი, ღმერთის ადგილი. და ის გვასწავლის მე ამას, ხო? ასევე რას აღმერთებს ფსიქოლოგი ღმერთის გარეშე? თავის თავს. მაგან იცის ყველაფერი, ხვდებით? ასე რომ მე
ვერ დავეთანხმები იმას, რომ რაკიღა ქრისტიანი ხარ შენ, გადაიყაროს ყველაფერი სატანა არის, სატანური არის ისტორია, ლიტერატურა, ფილოსოფია, არა მეგობრებო. როგორ ღმერთმა დაუშვა მრავალფეროვნება. ღმერთმა დაუშვა მოაზროვნე, მაგრამ გააჩნია ღმერთის ადგილზე აიკავებს. ამიტომ ვიცახე აზროვნებას მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი თუ მოგცემს გამიგეთ და ამ კუთხითაც რომ წავიკითხოთ ბიბლია და ემეტყულს არ ვლაპარაკობ, მაგარი რამე ეს. აზროვნებდა ეს სიამოვნება არის. და მის წმენას პირველი რაც უნდა კარგად გავიაზროთ, ა ブラ ამი არ არის პიროვნება, რომელიც არის რელიგიის მიმდევარი და რომელიღაცა რელიგიის რეფორმატორს დაძდებს წინ და უკან. ა ブラ ამს აქვს ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. ა ブラ ამის ერთგვარად ჩვენთვის მისაბაძი რაში, როგორც ცოცხალი რწმენასთან ყოფი პიროვნება. მისი რწმენა არის ცოცხალი რწმენა. რაც გულისხმობს ცოცხალი. ვისიც წამს, ის ცოცხალია. ცოცხალია უყურებს, მუდამ ყველაფერი იცის, მასთან არის. ესე იგი, როცა ვლაპარაკობ ცოცხალ რწმენაზე, რწმენა ცოცხალი ღმერთის შესახებ. და ასეთი ცოცხალი რწმენა არც ერთ ქართველ მორწმუნეს არ აქვს, როცა დაყალობს ეკლესიაში. გამორიცხეთ ეგ. არ აქვს ეს ტავტოლოგია არ არის. ესე იგი, ცოცხალი რწმენა, ამიტომ არის მოხსენებული ებრაელთა წერილში, მე-11 თავი, ხომ? აი, რწმენის გმირებზე ვლაპარაკი. ა ブラ ამი, რომ ცოცხალ იმათ არის შერაცხული და როგორ მოწონებული არის ის საქციელი, რომელიც აღწერილია 22 თავში. მანამდე ხომ მე-21 თავს რო გავეცანით ჩვენ, ა ブラ ამი ისეთ დღეში ჩავარდა მაინც იცით, თითქოს აი ერთ შემთხვევაში იზმაელი გონია მას ისა, ჯერ სულ თავიდან ლოტე ეგონება მემკვიდრე, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა ლოტი მას, ძმისშვილი არის, მამა გარდაეცვალა. ლაპარაკი არ არის ბიბლიაში მის თელი დეტალებზე, მაგრამ სული წმინდის მეშვეობით შეიძლება ბევრი რაღაცა კიდე ჩვენ გაგვინათოს ღმერთთან და გაგვიცხადოს, მაგრამ ჩემინებით ვერ შევიჭრები და რა დონეზედაც გვიცხადებს ჩვენ და გითხარით იგი აზროვნებაში მაბრუნებს რა ღმერთი და დამაახლოებს, გამიხსნის და განიცხადებს იმას, რაც დაფარულ არს და რომელიც გამოაშკარავდება, რაც დაფარული არის, ის ჩემთვის სასარგებლო გამოაშკარავდება, მაგრამ ჩემთვის დამღუპელ, რაც დაფარულია, იმას ღმერთი არ გამომიაშკარავებს გარკვეულ დრომდე, სანამ ჩემი ინტელექტი წინ არ წავა. ასე რომ ეს რწმენა მაქვს და მივენდობი მას და აგერ ლოტსაც როცა დაიძრენ ისინი და გამოვიდნენ, მას უყვარდა ძმა, ძმისშვილი მოყავს ესა და სწორედ ხანდახან იმ რწმენაში ვარდება ა ブラ ამი, განა იმაში რომ ღმერთი არ არის, ღმერთი არის, მაგრამ ვერ გაუგია ღმერთის გეგმა. მას თავისი ისინი ახლავს თან გაგებები, კერძოდ, როცა ეუბნება ღმერთი რომ არა, შენ გამრავლდები, მემკვიდრე გეყოლება, ერთ შემთხვევაში ხან ლოტი გონია მემკვიდრეთ. მეორე შემთხვევაში აბატონო ოღონდ იზმაელი მიცოცხლე და სხვა არაფერი არ მინდაო. კაცო ღმერთი ეუბნება არ არის ეს ის. ნახეთ, აქაც ჩაიჭერა ა ブラ ამი. და ეს არის სწორედ ადამიანური ბუნება, მაგრამ ა ブラ ამი მაინც წმენის კაცად არის მიჩნეული, აღთქმადადებულია, იმიტომ რომ კაცობრიობასთან აღთქმა დაირღვა ერთხელ და დაიდო ადამთან დაირღვა, დაიდო ნოესთან დაირღვა, ბაბილონის ახლა დაიდო ა ブラ ამთან და მერე ისრაელერთან. ბიბლია ხო ამას გვასწავლის ჩვენ და ღმერთი არ შორდება ცოტა დაცემულ ადამიანს და აქ უდიდესი სიყვარულს ამჟღავნებს ის. და როდესაც ჩვენ ამ თემებს უკვე თეოლოგიურად გაგვიხსნეს სულიწმინდა, ბევრ რამეს მივაგნებთ ჩვენ ხომ და აღარ ვიქნებით ისე დაბნეული, არეული ტვინით და დაულაგებელი. ა ブラ ამს გონი ერთ შემთხვევაში ესე იგი დააკვირდით 4 გამოცდას უდარებს ღმერთი ელემენტარულად გამოცდა, რომელიც არის არა ის რომ მას რათა იგდოს ა ブラ ამი გაამაგროს რწმენაში, სჭირდება ეს ადამიანს და რომ შევამოწმო რწმენამ სჭირდება მისი ელემენტარული თქვა გამოცდები. როგორ ამოწმებს ლექტორი ცონას იმისას, კითხვა, პასუხი და ბილეთები და ასე შემდეგ, რომ ესე მწოდნე ხარ. ა ブラ ამი ასეთ 4 იმას გადის, ხომ? იქ არასწორად წერია ქართულში ცთუნება, რამე ღმერთმა არ შეიძლება ვინმე აცთუნოს, იაკობიც გვეუბნება ამას თავის წერილში. არა, ეგ არასწორი თარგმანი არის ქართულ ენის სიმწირისა გამო და კომენტარს ითხოვს ეს რომ კარგად განმარტოთ რა იგულისხმება ამის. განა ის რომ აცდუნოს ადამიანს, სუსტი ადამიანის ცდუნება ღმერთიდან ვერაფერი მოსაწონია. ამიტომ მანდ არის, იცით როგორია, მე რაღაც ერთგვარი გამოცდა თუ შეიძლება ასე ითქვას და მართლა ჭირდება ამას, აბა როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენ ა ブラ ამის ისა, როცა ვკითხულობთ ხომ? და ასეთი 4-ის ფაზა გაიარა ა ブラ ამა, ხო? პირველი, როცა სამშობლოს მიტოვებაზეა ლაპარაკი არის იმ ადგილზე, სადაც მიჩვეული იყვნენ და კარგად ცხოვრობდნენ და ყველაფერი აწყობილი ქონდათ, გამოსვლა ურიდან. მეორე ვარიანტი არის უკვე ლოტის ამბავი არის ჩემო ბატონო, როგორი მძიმეთ არის, რომ ლოტს უნდა დაშორდეს კაცი, წამოიყვანა იმ იმედად, რომ მემკვიდრე შეიძლება ეგეც გამოაცალა ღმერთმა. გამიგეთ, მაგრამ აქაც ნახეთ რწმენა როგორია ეს, ჩააბარა ესა მესამე იზმაელი. დაშორდა იზმაელს ა ブラ ამი. დაშორდა მარტივი მიზეზით და არა ისე რომ ღმერთს არ უყვარს არავინ. თავად იზმაელს არ უყვარს ღმერთი და ირიბი გზით ღმერთს დასცინის იზმაელი, როდესაც აბუჩად იგდებს ისააკს. ხომ იცის ასე თუ ისე გაგებული ექნებოდა რომ სახელი ღმერთმა დაარქვა სიცილი ხომ, ერთ შემთხვევაში ურწმუნობის სიცილი, სარასაც ახსენებს თავს, მეორე შემთხვევაში სიხარულის სიცილი.
და ამის სახელი სწორედ ეს იყო მუდმივად რომ შენთან ინტრიალებსაც აი რწმენის დადასტურება რწმენის წიგნი ამიტომ არის ეს და მეოთხე გამოცდა ყველაზე უმძიმესი ბიბლიაში რომ თქვათ დაასახელეთ 10 საუკეთესო თავი ერთ-ერთი საუკეთესო თავი 22 თავი რო იცოდეთ აი რომელიც ჩვენ ახლა დღეს მივადექით ამ ხელა შესავლის მერე 22 თავი კიდევ ვიმეორებ რომ ვინმე თქვას აი დაასახელეთ 10 საუკეთესო თავი ერთ-ერთი თავი 22 თავი არის თუ რატომ ამასა თეოლოგიურისაც აქვს და ბევრმა იმტრია თავი ამაზე და ეს თავი არის ერთ-ერთი აი როგორ გითხრა აი სული შემძვრელი თავი გავიდა დიდი დრო უკვე მან ქრონოლოგია ბიბლიაში თქვენი აზროვნებით არ დაალაგეთ შეიძლება ბევრი რამე ვერ გაიგოთ ხომ ქრონოლოგია ახლავს ბიბლიას მაგრამ არის არაწინა პლანზე არამედ მოიაზრება გმირებთან ურთიერთობაში და მე თარიღები როა დასმული მირამდენი იცოცხლა და ასე შეკრიბავთ და მოაწესრიგებთ თქვენ ცნობიერებაში ბიბლიურ ქრონოლოგიას ხომ ესეც კარგია და აუცილებელი და აი გადეს დრო ისააკი თამათ ისააკი შეეძინათ უკვე 100 წლის ასაკში ერთს მეორეს 90 წლის ასაკში 14 წლის არის ამასობაში იზმაელი უფროსი შვილი და მანამდე მე გითხარით ის რომ როდესაც ღმერთთან დიალოგი ისე ვიმართება აბრაამი ეუბნება ოღონდ ეს მიცოცხლე იზმაელი და სხვა არაფერი აღარ მიდა ეს ერთგვარად ნახეთ ბოლომდე ვერ გაგებული არის ღმერთის გეგმა ადამიანის მიერ, მაგრამ რწმენაში რჩება. ვერ გაგებულობა ახასიათებს აბრაამს და შესაბამისად ჩვენ, ვიდრე ურწმუნოება. აბრაამს რწმენა აქვს, მაგრამ რწმენის ყანყალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხანდახან ამას გრძნობთ, მაგრამ იგი არასოდეს ურწმუნოებაში არ ვარდება. ღალატი კი არ არის, აი, ერთგვარად დაცემა. ისეც ადამიანური ცოდვისა გამო, შიშისა გამო და უცნაურია რომ, ესე იგი, იცის რწმენა აქვს აბრაამს რომ სადაც შედის, იქ არამი ღვთისმოშიში არ არის და ეშინია იმის რომ მას მოკლავენ გერარში ალაპარაკი რო ჩადის და ამიტომ თავის ცოლს ნახევრად დაруარი ასაღებს აბსოლუტურ დად და ამით სიცოცხლეს გადაირჩენს. გაგებული რა ეს მხილებული ისევ ღმერთის მიერ და რა ფანატიური რწმენის საგამო არ იყო ან ერთი არ მეორე ღმერთი ჩაერია და მაშინ სრულიად შესაძლებელი იყო ეს რაც ახლა დღეს გამორიცხეთ ბიბლია არის ამას ცალკე თეორია აქვს კიდე რატომ მაშინ ღმერთი ჩაერია და აბიმელექს ასე თუ ისე აღიარა თავის შეცდომა და ეტაკა აბრაამს შეცდომაში რატო შემიყვანე და საერთოდ ღმერთი ყოფილა შენთან და მეც ესეთი კაცი ვარ და არიქა სასწრაფოდ საჩუქრები გამოატანა დაახლოებით 11.5 კილო ვერცხლი გამოატანა ის სიკლი რო არის აღნიშნული შესაბამისი ის უდრის თანამედროვე იმით რომ გადმოვიტანოთ 11.5 კილოს წონით ვერცხლს ამავე დროს პატარ-პატარა სიმდიდრეები კიდე და კიდე თავს საბურავიც თვალებზე გადააფარა რაც იმის მოწმობა იყო რომ ეს უცოდველი არის სარა რაც მასთან იყო და ხელდაუკარებელია ესე იგი ნამუსი შერყვნილი არ აქვს ეს არის ის საბურველის გადაისა თვალზე როგორ უნდა წავიკითხოთ ეს ესე იგი აი ამის მერე აი ეს რომ მოინანია აბრაამა და აბრაამის მონანიება ჩვენ წავიკითხეთ მე-11 მუხლიდან და ის თვალზე გადაფარებიას მე-16 მუხლია. აი ამის შემდეგ ხდება უკვე რომ ისააკი ჩდება. ისააკის გაჩენა გამოტოვებულია ეს წლები, ესე იგი 3-4 წელი გადავდივართ მომენტალურად ქრონოლოგიაზე იმ პერიოდში რომ უკვე ისააკი არის სადღაც 33 წლის მაგასაკში არის უკვე ის როცა მსხვერპლ შეწირვას აქვს ადგილი. აი რაც აღწერილია 22 თავში. ეხლა ჩვენ 22 თავი წავიკითხოთ ერთი კარგად დაუკვირდეთ და მე ვაანალიზოთ 22 თავი. აბა გთხოვთ წაგვიკითხეთ 22 თავი შესაქმის. თავი 22. ამ ამბების შემდეგ იყო რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ, მიუგო, აქავარ, უთხრა: მოკიდე ხელი შენ შვილს, შენს მხოლოდ შობილს, რომელიც გიყვარს, ისააკს და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირი აღსავლე მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ. ადგა დილა ადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი. თან წაეყოლა 2 მსახური ბიჭი და ისააკი, თავისი შვილი. დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა იმ ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა. მესამე დღეს გაიხედა აბრაამა და შორიდან დაინახა ის ადგილი. უთხრა აბრაამამ მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ. თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოbrunდებით. აიღო აბრაამმა სამსხვერპლო შეშა, აკიდა ისააკს თავის შვილს. ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა და ასე წავიდნენ ორნი ერთად. უთხრა ისააკმა აბრაამს თავის მამას. უთხრა: მამა ჩემო. უთხრა აბრაამა: რა იყო შვილო? უთხრა ისააკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის? უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად. მიადგნენ იმ ადგილს ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო. დააწყო შეშა, შეკრა ისააკი თავისი შვილი,
და დასვა იგი სამსხვერპლოზე შეშის ზემოთ. დაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ, მიუგო, აქა ვარ. უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე. ნუ რაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ. მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. გაიხედა აბრაამმა და ხედავს. აჰა, ერთი ვერძი რქებით გახლართულა ბუჩქებში. დივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლე მსხვერპლად შვილის ნაცვლად. უწოდა აბრაამმა სახელად ამ ადგილს ღმერთი გამოაჩენს. ამიტომ ითქმის დღეს მთაზე უფალი გამოჩნდა. მეორე გზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან და უთხრა: თავს გეფიცები, ამბობს უფალი. რა კი ეს საქმე გააკეთე? რა კი მხოლოდ შობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის? კურთხევით გაკურთხებ და გიმრავლებ შთამომავლობას ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით. დაემკვიდრებ შენი შთამომავლობა შენს მტერთა ქალაქებს. იკურთხებიან შენი შთამომავლობის წყალობით ქვეყნიერნი, რადგან შეისმინე ჩემი სიტყვა. დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურ ბიჭებთან. ადგნენ და წავიდნენ ერთად ბერშებაში და ცხოვრობდა აბრაამი ბერშებაში. ამ ამბების შემდგომ მოხდა, რომ ემცნო აბრაამს: აჰა, მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისათვის. ყუცი მისი პირმშო, ბუზი ამის ძმა, კემუელი არამელთა მამა, ქესედი, აზო, ფალდასი, იდლაფი და ბეთუელი. ხოლო ბეთუელს შეეძინა რებეკა. ეს 8 უშვა მილქამ ნახორს, აბრაამის ძმას. მისმა ხარჭამად სახელად რეუმამ შვა ვაჟები: ტებანი, გახამი, თახაში და მაყაკა. აი ბოლო მუხლები ინფორმაციას გვაძლევს და რატომ კომპოზიციაში რო ჩავაძინოთ, აი ეს ბოლო რაც წაიკითხე ახლა, ეს არის ნახორის აბრაამის ძმის, უფრო აი გამოჩნდა აქ, აი სადაც დარჩა ის ხარანში, სავარაუდოდ ხარანიში. დღეს რო წარმოდგენა შეგვექმნას, ეგ არის სამხრეთ თურქეთის მხარეზე ეგ ყველაფერი. თანამედროვე იმაშიდაც რო ჩააჯინოთ, რომ ეს იმდენად რეალური სურათები უნდა შემოვიდეს, რომ არ იყოს ეს რაღაცა შორეული წარსული და ფანტაზიები. ამიტომ არის კარგი უკებთან ურთიერთობა და იმ ტერიტორიის შესწავლა და სად ხდებოდა, სად მიდიოდა ისტორიული ისინი სად იშლებოდა. აი ეს ხარანი როცა მოიხსენიება მანდ, ხარანში რო შეჭედა, ეს დღევანდელი თურქეთის სამხრეთის ნაწილი არის. და იქიდან წარმოიდგინეთ ხა პალესტინა სად არის, ესე იგი ქანაანი სად უნდა ჩამოხვიდე, რამხელა მანძილებია რომ გადაახედოთ რუკაზე, რომ კარგად შევისწავლოთ ეს. აქ ესე იგი ჩვენ გვამცნობს ეს ნახორის აბრაამის ძმის მოდგმასაც. ამასაც თავისი მნიშვნელობა აქვს, მერე გამოჩნდება სად, აი უკვე ისააკი და მერე ისააკ შვილი და ის რო კავშირს ცოლებს იქიდან მოყავთ. ეს რო იცოდეთ და აქ ხარჭიდანაც შეეძინა ამას ნახორიც, მაგრამ გამრავლებულად მიშვილი ყავდა ეს ტრადიციის თანახმად მაშინ ეს სულაც არ ითვლებოდა რაღაც მიუღებლად და ინცესტად ეს არ ითვლებოდა, მერე ხდება ამის წესები, ღმერთმა იცის ეს როდის რა შემოიტანოს და უკვე როდესაც ეს ლევიტელებში კარგად არის მოცემული უკვე ღმერთის მიერ რომ ინცესტი იკრძალება, ამის დარღვევა უკვე წევდა ხომ რაღაც უთელ გენეტიკურ უბედურებასაც ხომ. მანამდე აქ კიდე ეს მუშაობს იმაში, ეს შესაძლებელი, ეს ცოდვათ არ ითვლება ხო. ნახევარი დამოყავს თუ მანამდე გვხვდება ჩვენ ეს ბიბლიაში პირველ ფურცლებზე ეს. მერე და მერე უკვე თანდათან რომ მოკლდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და მერე გენეტიკა სხვა იმაში გადადის, ეს ღმერთმა იცის, უკვე გვიდებს კანონსაც, რომ ეს არ შეიძლება მარტივით მიზეზით, რომ აუცილებლად გენეტიკური პათოლოგია იქნება ეს და ჯინაზე იქცეოდა დარვინი, როდესაც თავის ნათესავთან შვილები გააჩინა და სულ ყველა დაეხოცა მას მისი ბიოგრაფია თუ იცით. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენ 22 თავს, რაც წავიკითხეთ ახლა, რა სიუჟეტური ხაზიც არის, ლამაზი სურათიც არის, თუ დადგამთ სცენარს ძალიან ისეთი ის არის და ძალიან ძლიერი შემძრავი სურათი არის. რა არის ყველა ძნელი თუ არა შვილი შეწირო. მერე და მერე იშლება სურათები ლევიტელებში, არაფრით არ შეიძლება გააკეთო ის, რაც ძველი წარმართი ხალხი აკეთებდნენ, მაგალითად ფილისტიმელები ცემდნენ თავიანთ ღმერთს მოლოხს თაყვანს და ბავშვს წირავდნენ. და ეს არის ისეთი შესაძირავი, რომ თითქოს და ღმერთს ამით უფრო უმტკიცებ შენს ერთგულებას. და უცნაურია რა, აბრაამში როგორ უნდა ჩამჯდარიყო ის მოაზროვნე კაცი არის. აბრაამი აუცილებლად იფიქრებდა ეს, ამას დიდხანს ხომ 3 დღეა მანძილი, წარმოიდგინეთ, გამოდის სახლიდან ცოლს სარას არეუნება რა ხდება და როგორ ხდება და ისეთი რწმენით იძახის, რომ ჩვენ დაუბრუნდებითო იმ სამ კაცსაც რო წაიყვანს. შვილი კიდე არ გეგონოთ ხელში ატატებული მიყავს მას. ეს ხდება სადღაც და ახლობთ 30-ს გადაცილებულია ნამდვილად ისააკი. 30-ს გადაცილებულია, ავიღოთ ესე 33-35 წლის რაიონებში არის შვილი ისააკი, რომელსაც შეგნებულად
გამიგე იცის მთელი რიგი რაღაცა და მამას მორჩილად მიყვება. ძალიან ძლიერი წინასახეებია იესო ქრისტეზე, როცა შევადარებთ იესოს ცხოვრებას, იესოს მამასთან დამოკიდებულებას, მორჩილებას, მის მსხვერ შეწირვას. აი ამ მხრივ არის ეს 22 თავი ძალიან ძლიერი და ამავე დროს ეს თავი გადაძახილი არის ეს თავი ფსალმუნის 21 თავთან და ასევე გადაძახილი არის ისაიას 53 თავთან. ამავე დროს როცა ამ თავს კითხულობთ, ესენიც უნდა წავიკითხოთ 21 თავი და ისაიას 53 თავი. რომ მთლიანად ეს კარგად გავიაზროთ და მე გაჩეხება იმ ისტორიულ ადგილებს. სხვათა შორის ეს მორია, სწორედ მან აიგო ტაძარი სოლომონისა, ხო? აი უკვე 967 წელს, ძველი წელთაღრიცხვით, ამ იმიდან 400-500 წლის მერე ხდება ტაძრის აღმართვა მაგ ადგილზე, ზუსტად მაგ ადგილზე გააკრეს იესო ჯვარზე. ეს სხვათა შორის ცნობისათვის რამდენი დამთხოვება ერთად არ შეიძლება იყოს. ამიტომ დაუბრუნდით ჩვენ თანამიმდევრულად ესე იგი და აკვირდით ამ ამბების მერე იწყება პირველი ორი მუხლი და რომელი ამბები ჩვენ წინ ამბები გავეცანით რაც ხდება ესე იგი გერარიდან ამოვიდა გარკვეული ხანი გადის და არც თუ ისე ბევრი უკვე იმიტომ რომ გზადაგზა ახლა რამდენი ხანი იცხოვრა გერარში კონკრეტულად არ არის ნაჩვენები მაგრამ ჩვენ გებულობთ რომ უკვე ისააკის დაბადებასაც გავეცანით და ამ ამბების მერე და ლაპარაკი არის ისააკი დაიბადა, გაიზარდა, ისმაილიც დაშორდა, გაამწესა ისმაილი, აგარი ჩვენ ეს ისტორია გავეცანით კარგად და აგარიც რა დღეში იყო რომ ეგონა შვილი მოკვდებოდა და აღარ უნდა მაგის ყურება და ასვა ისე და შორიდან ყურებს წყალი არ არის, ღმერთი მას ეცხადება, ღმერთი ელაპარაკება, ასე რომ აგარის შვილიც გადარჩა ისმაილი და ისმაილიტალებით ძალიან კარგი ისეთი შთამომავლობა და რა ვიცი, თელი მოდგმა ყავთ მაგათ, ასე ასრულდა ღმერთის სიტყვა და ეს იმედის მომცემი იყო, როცა კითხულობდნენ ესე იგი ამას ისრაელიანები და განსაკუთრებით მოსეს დროს ხდება ხომ, ეს არის 1445-15 საუკუნე, როცა ეს ხალხი მიდის ქანაანის ქვეყანა ეგვიპტიდან გამოყვანილი. ეს ძალიან რწმენის მომცემი სურათებია, რატომ არის ეს ჩადებული ამაში და ჩვენთვისაც თანამედროვე ადამიანებისთვისაც ეს ძალიან რწმენის მომცემია, რომ ღმერთის სიტყვა სრულდება, თუ შეასრულია ისმაილის სიტყვა შეუსრულა აბრაამს, რა თუ არ შეასრულებს ისააკშიც, ხომ? ასე რომ ისმაილის ჩვენ აქ შორდებით და უკვე აქცენტი ხდება, გამოტოვებულია გაზდა და ვაშკაცება ისააკისა. უცებ ჩვენ ვაწყდებით ისააკის 30 წლის, 33 წლის ვაშკაცი, რომელიც აბრაამს ისევ ღმერთი ეცხადება და ეუბნება: "აბა, აიღე ახლა შენი შვილი, ერთადერთი შვილი და შემომწირე." აი წარმოიდგინეთ ახლა ეს, აი თქვენ თავში და დავდგათ ეს, აი ჯერ როგორ შეიძლება გაიმეორო ის რიტუალი, რაც წარმართებს აქვს. ცოცხალ ღმერთი არასოდეს არ გვეუბნება მთელი იმის პანძიზე, რომ შვილი სჭირდებოდეს მას შესაწირავად. რა არის ეს და თავს იმტრევდნენ თეოლოგები ამას. რატომ დაჭირდა ეს? ეს არის თეოლოგიურად წინასახე. აი იესო ქრისტე და მამის ურთიერთობა. მამა აგზავნის იესო ქრისტეს და ჯვარზე ეკვრება. შემდეგ რო გადავდივართ უკვე რიტუალები რაც სრულდება ლევიტელებში, აბსოლუტურად ყველაფერი არის წინასახეები. და წინასახეები უნდა ვიცოდეთ ეს რას ნიშნავს, ხომ? წინასახე კიდე შეიძლება ვთქვათ ესეთი აი ლათინური სიტყვაც არის, ვთქვათ მიმსგავსება, მაგრამ მიმსგავსე აი უპადობლონია, როგორ არის აი სიმულაკი ლათინურად, ხომ? აი ლათინური ძილი ამის მიმსგავსება, მსგავსი. ესე იგი ეს რას ემსგავსება? იმას, რაც უნდა მოხდეს 1000 წლების მერე გოლგოთაზე და ცოდვა უნდა გამოსყიდული იქნას. აი ეს თეოლოგიური აზრია ამ თავში ჩადებული, სხვა რომ არაფერი არ იყოს გარდა იმისა, როგორი ერთგულება, როგორი სიყვარულია და როგორი რწმენის კაცი არის აბრაამი და მოიხსენიება მერე პავლეს წერილში ებრაელთა მიმართ 11 თავში. აბრაამი აქ მართლაც არა მარტო ბრმარწმენის ის არის ვიღაცამ რო თქვას ბრაც, არა, ეს არის გააზრებული ურთიერთობა აბრაამის ღმერთთან, მაგრამ გაუგებარი და შეუმეცნებელი აბრაამისთვის, ვითარცა ნაკლოვანი ადამიანისათვის, რა შეჭირდება ღმერთს ეს? აი, ერთ შემთხვევაში მიჩენს, მერე მპირდება და მერე უცებ მეუბნება შემომწირე. მაგრამ რწმენა იმის რწმენა, რომ აბრაამს რწმენა აქვს ცოცხალ ღმერთის ურთიერთობის ყოვლის შემძლეობისა, ამ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის რწმენა იგულისხმება ყოვლის შემძლეობისა, რომ ამას თუ ვინცობა, მე ვთქვათ, შევწირავ, აუცილებლად დამიბრუნებს აღდგომის სახით. და ფაქტიურად აქ არის ერთგვარი წინასახე აღდგომისაც და ქრისტიანული ჯვარცმისა, წვალებისა და ნათელი აშკარა წინასახეებია. მაგალითად, აი შვილი რო გაიგდო წინ, მერე შეშები დააყარა ზურგზე. ჯვარზე აკიდებული იესოსაც მეაქვს თავის გოლგოთაზე ეს ჯვარი, ეს წინასახე თუ ნახავთ ასე, როგორი მორჩილებით მიდის ისააკი. მას შეეძლო, ახლა იგი მოხუცი მამისთვის წიხლის დაერტყა და ყავი გაეძრო, მაგრამ ის ზედმეტს არაფერს არ ეუბნება. უბრალოდ ეუბნება, აი ჩვენ კი მივდივართ, მაგრამ შესაწირავი სად არის? ღმერთი გამოაჩენს, ნახეთ როგორი რწმენა აქვს აბრაამს. ძალიან ბევრი მოაზროვნები სხვათა შორის ამ ადგილზე ძალიან თავისებური ფილოსოფიური მედიტაციები, დისკურსები ამ თემაზე და ერთხელ დაგისახელეთ მე სორენ კირკეგორი. სხვათა შორის ძალიან კარგი გამოკვლევა, კარგი ისა აქვს აბრაამის ამ ადგილზე ტოზერსაც თუ რატომ ჩაიდინა ეს და ტოზერი მიგვენიშნებს იმაზე, რომ აბრაამის რწმენამ დაადასტურა ის, რომ აბრაამს არ ქონდა ვთქვათ
მთლიანად ობიექტივირებული მთელი ფსიქიკა და მთელი მისი სიყვარული შვილში. ან ეს გამოცდა ჩაატარა იგივე ტოზერ იძახის ღმერთმა ჩაუტარა ა ブラ ამს, იმიტომ რომ შეემეცნებინა ა ブラ ამს, რომ შვილთან ობიექტივაციის ადგილი არ ქონდეს, რომ მე ვარ მთავარი და არა შვილი. და ასეა თუ ისეა, სადაო არის ის, რომ რატო დაჭირდა ღმერთს ა ブラ ამისთვის აი ესეთი გამოცდა ჩაეტარებინა, რომელი გამოცდაც მოდი ვთქვათ, რომ ადამიანურ დონეზე ეს ცოტა არის, რა ვიცი, აი სადიზმია, ხომ? ადამიანურ დონეზე, ადამიანურ ყოფიდან, ადამიანურიდან, ათეისტური იმიდან იტყვი, რომ რას მეთამაშები აქა შვილი და რამდენი ბიკანკალო და კანკაკაკავით ავიდე და რა ვიცი, ხა მარწმენით კაცი ამას გააყვებოდა. რომ არ ყოფილიყო ობიექტურად ღმერთის გამოცხადება ბრამთან და ამიტომ იძახი ბიბლია არის პიროვნების, ესე იგი ცოდვადაცემული ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან და ღმერთი თulis საჭიროდ ვის გამოეცხადოს. ეს არის ობიექტურად გამოცხადება არის ღმერთისა ბიბლიის ფურცლებზე. და არ არის ეს ადამიანის ფანტაზიით ნაწერი, რომ ადამიანმა ზღაპარებით მოიგონა და აწყობს და დაწერა, რაც პრიმიტიულად უდგებოდნენ ათეისტი ფილოსოფოსები, მარქსი და ასე შემდეგ. დავანებოთ მაგათ თავი. ა ブラ ამი მძიმე მდგომარეობაშია 3 დღე, იქიდან იქამდე მანძილი დაახლოებით არის 3 დღის სავალი, ესეც სიმბოლური არის, რო იცოდეთ, მე რა მძიმე პირობებში არის მთის ძირზე რომ განმარტოვდნენ ესენი მოსამსახურეებს, ტოვებს, იღებს ცეცხლს, ესეც სიმბოლო არის ერთგვარად, ხო იცით, ცეცხლი ყოვლად დასაწველი, რას ნიშნავდა ეს მე გზადაგზა ლევიტელებში კარგად არის ახსნილი, მაგრამ ჩვენ აქამდე უნდა თქვათ ის, რომ აუცილებლად საუკეთესო უნდა შეეწიროს, უნდა დაიწვას ყველაფერი ცხოველისა და იყო ასეთი დაწესებული ლევიტელებში. და ყოვლად დასაწველისთვის საჭირო არის ან საქონელი, ან რაღაც თქვათ ადამიანი, რაც გააკეთა იესო ქრისტემ, ხომ? მთლიანად იგი აი ეს წინასახეები რაც არის, ცოდვადაცემული ადამიანისთვის ჯვარზე გაეკრა. და როდესაც ცხოველებს წავადნენ და განსაკუთრებით საქონელს ხბოიქნება ეს თუ ძროხა და აი ახლა აქ ყოვლად დასაწველის ცერემონიალს ატარებს ა ブラ ამი, თავად ა ブラ ამი აკეთებდა ამას მანამდე, მაგრამ არასოდეს არ ქონია ესეთი ბრძანება, რომ შვილი გაეწირა. როგორი მორჩილებით ისააკიც მისდევს მას. იგი აკეთებდა ამ რიტუალებს გადმოცემით და რა თქმა უნდა ღმერთის შთაგონებით. ეს დადასტურება იყო სწორედ რწმენისა, რომელიც რწმენისა, რომ ამ ყოვლად დასაწველი ეს არის წინასახე იმისა, რომ ადამიანი კეთილი საქმეებით ცოდვას ვერ გამოისყიდეს, აუცილებლად უნდა მოვიდეს ისეთი წმინდანი, ისეთი უბიწო, რომლის წინასახეები არის ის ცხოველი, რომელიც ამთელი არის და ყველანაირად წუნდაუდებელი. აი ეს წინასახე არის. და ასეთი უცოდველი იესო ქრისტე იყო. აი ამაზე მიგვანიშნებს ჩვენ ბიბლია სწორედ მიგვანიშნებს იესო ქრისტეზე მთელი ფურცლები და არა კონკრეტული ადგილები ამოვქეკოთ ჩვენ და ჩვენი რელიგიური ორგანიზაციები დავარსat ტვინი ულაყოთ ხალხს. რწმენის მომცემი უნდა იყოს. რწმენის მომცემი ჩემთვის, მაგალითად, როგორც რიგითი ადამიანისათვის. ამ თავს რო ვკითხულობ ჩემ და უტრიალებ მე ჩემ და უნებურად და უნდა გითხრათ, რომ ბევრჯერ მიტრიალებია ამ თავისთვის მე და მიფიქრია წიგთან დამოკიდებულებაში. მე ისე ზეპირად, მე რომ მოდიხარ თავში ხო გაქვს ესა, მუდმივად წამოხვალ ეს თუ არ დავალაგე, მიჭირს. მე ამასთან დამოკიდებულებაში სხვა მოაზროვნეები როგორ არიან, როგორ უყურებენ. იგივე კირკეგორიც როგორ უტრიალებს ამას და რამაიძულა ეს და როგორ არის და კირკეგორს სხვა ეგზისტენციური მიმართებები აქვს, ამ ეგზისტენციურ რაობას იკვლევს ა ブラ ამისას და გაშვებული აქვს მხედველობაში ბიბლიური ღმერთის გაგება, რაც თქვა თეოლოგებს, ქრისტიან თეოლოგებს აქვს და მათ რიცხვში მე როგორ უყურებ ამ საკითხს, ხომ? ახლა კირკეგორის ანალიზი მარტო დგას ეგზისტენციის სიბრტყეზე და აქ კიდე არის ობიექტურად ჩემთვის არის ღმერთი პირდაპირ ეუბნება მას. კი არ მოეჩვენა ა ブラ ამს, თავის თავს კი არ ამოწმებს ა ブラ ამი. აი თქვა ფსიქოლოგიზმში რო გადავიჭრეთ ახლა და ა ブラ ამს ესეთი რამე მოვიდა. წმენა მაქვს ღმერთის, მაგრამ როგორ გავიგო რომ წმენა მაქვს? მოდი ახლა შვილს ამოვიკიდებ და თუ გავიმეტე მოსაკლავად რწმენა მქონია. არის ესეთი შეხედულებაც ბრიყული, უნდა გითხრათ, ესეთი ბრიყული შეხედულება არ არის სწორი. ეს არის ღრმა თეოლოგიური აზრის გულუბრყვილოდ თუ შეიძლება ითქვას აი წინ წლებში გააზრება. ეს არ არის გააზრება. აქ ა ブラ ამს პირდაპირ ეუბნება ღმერთი, რომელიც ეცხადებოდა ადამიანს, ევას და ყველას მანამდე, ახლა ა ブラ ამს ასეთი სასტიკი თითქოს და განაჩენი გამოუტანდა. ის ვისაც ამდენი ხანი ეროდებოდა ა ブラ ამის, მას თხოვენ მსხვერპლ შეწირვას. ა ブラ ამი არც იწყებს რატომ ღმერთო? აკი თქვენ მითხარით არ კამათობს, დიალოგში არ შედის, არსად არის ეს, მორჩილად მიყვება მას და ადასტურებს რწმენას. რწმენას იმისაც, რომ ისაკი არ მოკვდება. და თუ შეიწირება, რომლის ფილოსოფია მას ვერ გებულობს, თუ რატო ითხოვს, ის ყურმოჭრილად აბსოლუტური ღვთაების, აბსოლუტური სიბრძნეს ემორჩილება. ეს არის ღმერთი. და მანიცის თვითონ ადამიანური ბუნებით ამას ვერ გაიგებდა. თუ რატომ და კამათში არ შესულა დისკუსიებში. რაც ხდება მთელ რიგ შემთხვევაში. ამიტომ არის ა ブラ ამი კიდევ მეორე რწმენის მამა. ესე იგი ამ ა ブラ ამს რწმენა ჰქონდა და რწმენას არ ამოწმებდა ეკა.
რწმენა ქონდა ვისი ცოცხალი ღმერთისა, ცოცხალი ღმერთის ყოვლის შემძლეობისა და რანაირი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ის მოთხოვნა, მაინც მიყვება ამას და დამალულია ჩვენთვის ის განცდები ადამიანური არ არის აღწერილი და სწორია სულიწმიდამ დამალა, რომ მე ფანტაზიებში არ გავჭრილიყავით, როგორ გადაიტანა ეს დღეები მან. არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით რას ფიქრობდა, როგორ მიდიოდა გზა და გზა, გავიდა ერთი დღე, მეორე დღე. მაგრამ რწმენა მას ყველანაირად რო ახლავს, ჩანს იმაში, რომ ჩვენ დავბრუნდებით. ეუბნება ცოლს. ასევე ისააკს, მოსამსახურებსაც ეუბნება, თქვენად იყავით, ჩვენ ჩამოვალთ. ისააკს კითხვაზედაც სამჯერ, ხო, 1, 2 და 3. ისააკის კითხვაზე, სად არის კაცო საწირავი? ღმერთი გამოჩენს, არ უთქვია შენ ახარ. ხო შეიძლება თქვა, ღმერთმა მითხრა შენ ახარ. ღმერთი გამოჩენს. აი რწმენა საჩანს. დარწმუნებულია ბოლომდე, რომ ღმერთი გამოაჩენს შესაწირავს. 100% დაჯერა რომ ისააკია, მსხვერპლ შესაწირავი. თუმცა რწმენით ასრულებს მას და ამიტომ არის იაკობიც რო იძახის რომ რწმენა თუ პავლე და იაკობ შორის გადაძახილები რო არის და ზოგს გქონია ეს წინააღმდეგობა რწმენა მართლება საქმეებით და საქმეები უსწრებს თუ რწმენას ეს უნდა შევარიგოთ ჩვენ, იმიტომ რომ რწმენა რომ არ ქონოდა აბრაამს საქმეებით ამას ვერ დაამტკიცებდა და საქმეებით კიდე საქმით რწმენას ვერ შეიძენ. რწმენა უსწრებს წინ. ყველაფერს ეს ნახდია ბიბლიაში სწორედ რწმენაა და მე რწმენის შესატყვისი მოქმედებები და რწმენითაც განცხადებს პრაქტიკული საქმით განცხადდა შენი რწმენა. აბრაამში ეს ორივე არის, მაგრამ წინ მაინც რწმენა უსწრებს წინ და წინ ამას. იმიტომ რომ საქმით მან უბრალოდ ჩვენ ხედავთ რომ დაამტკიცა თავისი რწმენა და გააჩერა ღმერთმა ეს, როცა შემართული ცალხელში ცეცხლი, მეორეში დანა ხელი შემართული აქ თან თავის შვილის ყრმას თქვა 12 წლისას აკიდეს ამ აღმართეს შეშები უნდა ცეცხლი შეუნთოს ეს ცეცხლის სიმბოლოა გაწმენდისა იცით ცეცხლს რა დატვირთვა აქ ბიბლიაში ბოლომდე უკვე ასრულებს და ერთი ყოყმანიც არ ჩანს ნუ სახვით ხელოვნებაში აღწერილია ბევრი ხმალ ხელშემართული აბრაამი დანას რომ უქნებს და აი მან ხმა შეესმა რომ გაჩერდი ესე იგი რა დონის რწმენა აქ კაც სმენა და რწმენა სმენა თუ ყუყურ ხარ ვერ გაიგებ როგორც კი ღმერთმა უთხრა რომ გაჩერდი იმავე წუთში ეს ნახეთ აი იქვე ბუჩქებში ცხვარი არის გაზრდილი ცხვარი კრავი ბატკანი არ არის ტარიგი ძველ ქართულში რომელიც უკვე ეს ბოლოს იოანე რომ მიანიშნებს იესოზე ტარიგი ღმრთისაი ეს ელემენტარულად აი წინა სახეა ამისა მაგრამ აქ გაზრდილი ცხვარია რომელიც სუფთა პირდაპირ გაგებით ურობითა და თქვენ წინა სახეებით შეიძლება არ მიანიშნებდეს უშუალოდ იესოზე მაგრამ წინა სახე არის იმიტომ რომ იესო კრავი არის პირდაპირ გაგებით ბატკანი უცოდველი ეს უკვე დიდი აქ გაზრდილია რქებით არის ის გაეკვეხა ბუჩქებში და აი ეს სწორედ ეს შეიცვალა მათ და აბრაამის რწმენამ აქ სრულ პიკს მიაღწია და დამთავრდა აი ეს იყო ბოლო ერთგვარად შემოწმება გამოცდა თუ გიგნებავთ აბრაამის რწმენისა და ერთგვარად აღდგომის რწმენა აქ აბრაამს თუ იგი შესწირავდა აუცილებლად დაბრუნდებოდა ისააკი და აღდგომის წინასახეც არის აქ იცით და მართლაც დაბრუნდნენ და ებრაულში მას ქვია იეღოვა ირე ესე იგი ღმერთი გაითვალისწინებს ქართულად შეიძლება ასე ითქვას და მაგ ადგილას აი მორიას ადგილზე მერე მოგეხსენებათ სოლომონის ტაძარი აიგო სოლომონის სახეს რო უკავშირდება შემდეგ ქრისტე ჯვარზე გაეკრა გოლგოთა მანთხემის ადგილი ეს ისტორიული ადგილებია რომლებსაც დღესაც იზიდავს თქვათ ქრისტიან ტურისტებს თუ შეიძლება ასე ითქვას და პასტორები რომლებიც ჩადიან და უფრო თვალსაჩინოების ხრი რაღაცა უნდათ შთაგონებას ეზიარონ და წმინდა მიწათ როქს სიამოვნებს რომ მეტად იერუსალიმის ეგ ადგილები მოიაროს რომ იქიდან რაღაცა შთაგონება მიიღოს ახლა თუ რწმენა არა გაქვს კიდე იქ არის კიდე აქ არის არაფერი არ გამოვა ხომ წმინდა ადგილებზე არ არის ლაპარაკი ბიბლიას არ აქვს აქცენტი დასმული წმინდა ადგილებზე შენ თუ წმინდა არ ახარ ადგილს რა მნიშვნელობა გაგაწმინდავებს წმინდა ადგილი ჩვენი გაწმენდაზეა ლაპარაკი და ჩვენს სისუფთავეს და ჩვენ რწმენაზე რაც აბრაამში შეიმჩნევა და ამავე დროს ისააკიც არის ძალიან კარგი წინასახი იესო ქრისტესი როგორც აღნიშნე აი ნახეთ როგორი მორჩილი არის თან ახლა იქვე თან ხომ მიხვდა რომ დანა მოუქნია და ადო დავით აადებინა რაღაცა ხატრებს ესე აქვს აღწერილი მათ ბიბლიაში არ არის დეტალური აღწერა რა პოზაა და როგორი ის არის ხატრების ფანტაზია მე ეს ასეთი სურათები დაგვიდგა ეს აქცენტი არ უნდა დავსვათ ამაზე მაგრამ ჩვენ წარმოვიდგინოთ ახლა ელემენტარულად ის რომ არ ეჯინება თუ ეკამათება და ეპუება ისააკი ძალიან მორჩილებს მამას როგორც იესო მორჩილებს მამას მამა ღმერთს და როგორი იმით მიდის ამ გოლგოთაზე როგორ ავიდეს ჯვარზე და მარტო არის ის და უცებ ნახეთ აი სრულიად მარტო არის მაშინაც გახსოვთ ეს დაბნელი და ეს ყველაფერი სახარება ესე გადმოგცემს მამასთან ერთად დარჩა და ის ნახეთ აღსდგა ის დიდი რწმენის მომცემი იყო იმ ხალხისათვის ვინც ბოლოს აღდგარი იესო ნახა და მათ რიცხვში მოციქულებით და გაოცებულები დარჩნენ და მე შეიცვალა ყველა რა ვიცი ყველანაირად ხომ ხო და აი ეს 22 თავი ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი არის ყველანაირად და იმედის მომცემია და თუ ამას ჩვენ კარგად არ გავიაზრებთ და
ჩვენი ფანტაზიებით შეიძლება გზას ავწდეთ, რომ თქვათ ერთ შემთხვევაში იცი აბრაამიც ეს ტყუილია ჩაიწერა. არა, ჩემთვის ძალიან რეალური სურათები არის ეს. ღმერთი მას ელაპარაკება, ამით მან აბრაამის რწმენას კიდე ერთხელ ჩაახედა აბრაამი თავის რწმენაში, განამტკიცა და ეს პიკი არის აბრაამის რწმენისა და სწორედ ამის მერე ჩვენ ორი და მე აბრაამს ვეღარ ვხედავთ მერე ჩვენ, იცით რომ აბრაამი მერე სარასთან მოაყოლეს პატარა დეტალი რომ გარდაიცვლება და თუ არა მარტო პატარა ინფორმაცია ხეტურასთან ბავშვების გაჩენის. სხვა შეიძლება ჩვენ არც ვიცით როგორ არის ეს განთავსებული ბიბლიაში, შეიძლება მანამდეც იყო ეს, შეიძლება არა, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს აბრაამის დამოკიდებულება ღმერთთან, მერე ისააკის, როგორც მემკვიდრე, უკვე ეს არის აღთქმა ისააკთან იდება და აქ ჩვენ ვეცნობით ისააკს როგორც მორჩილს, როგორც ძალიან მოსიყვარულეს მამისა და დამჯერს და მერე ეს ისააკი სიბერეში რა დონეზე დაეცემა. ჩვენ უკვე ვგებულობთ ამას, უკვე 25, 26, 27-დან ისააკის ისტორია რო არის შეკუმშული ფორმით გადმოცემული და ისააკის არამდგრადობა მრწმენაში რა გამოიწვია მის ოჯახში და კერძოდ იაკობში და ესავში. მე ამას გზადაგზადა გავიცნობით. როგორც გითხარით, აქ თავდება ეს თავი ბოლო 4 მუხლით და ცნობას ვიღებთ ნახორის შესახებ, რომელსაც ცოლად ყავს ესე იგი ყარანის შვილი, იგივე ძმისშვილი თავისი მილქა და შეეძინა მასთან ვაჟები და აქ ერთადერთი სახელი უნდა დავიმახსოვროთ ბეთუელი, რომელიც მერე გამოჩნდება ბიბლიის ფურცლებზე და აქედან მოდის უკვე ხაზი. ის გაჩერდება ხელალთან რო ყავს გაჩენილი 4 შვილი, ის ჩერდება. მაგ ბიბლია მაგაზე აღარ ლაპარაკობს და გრძელდება ის ხაზი, საიდანაც ჩვენ ვიცით, უკვე უნდა ჩამოყალიბდეს ერი და მისი ფუძემდებლები აბრაამის ოჯახი და ესე რო გავალთ მე და მე იკუმშება ისა და უკვე ერთ ხალხთან რო იდება ეს აღთქმა. კომპოზიტორად ძალიან ლამაზია ბიბლიას როცა წავიკითხავთ. აი ძალიან ზუსტი ისენია და როგორც აღნიშნე პირველად როცა ეცნობა მას ადამიანი ვერ გებულობს ბევრ რაღაცებს თავისი უცხო ტერმინებით, უცხო სახელებით არ არის გაშინგანებული ეს სახელები და შეთვისებული არ არის. ძალიან ბევრი სახელი, მაგალითად ბავშვობაში შეიძლება დაარქვა კაც სახელი და იმდენად უცხო იყოს, თქვათ, აი ქართველს დაარქვათ პრისილა და ქართველისთვის ეს არის უცხო, მაგრამ საკმარისია დიდხანს დაყვა ამ ადამიანთან, ისე შეეჩვევი ამ სახელს რომ უკვე გაითავისით და რა ახლობელი არის ალბათ თავის დროზე პრისილა ეს ჯუანა იქნება თუ რაღაც ეს სახელი ქართველს რომ დაარქვას პიროვნებამ ვინც გაიგებდა პირველად ეს რა სახელებია ურთიერთობის შემდეგ მერე ისე შემოდის რომ ჩვეულებრივი საყვარელი სახელებია ასევე ბიბლიაში ჩვენი ურთიერთობით როცა უკვე ჩვენიანი გახდება ეს აბრაამი იქნება თუ რომელიმე სახელები ძალიან ადვილი არის ეს აი შევეჩვიეთ ამ ესეთ სახელებს თან ინფორმაციის მატარებელი ეს და ბევრი რამის მომცემია. ბოლო ეს 4-5 მუხლი გვაცნობს რომ ხარანში, საიდანაც წამოვიდა აბრაამი, იქ არის მისი ნათესავი ეს დაახლოებით არის სადღაც 900 კილომეტრზე სავალი, სადაც ესენი ქანაანის ტერიტორიაზე არიან, ეს ჩვენ ვიცით და ხეტიალობს ამ ქანაანის ერთი ადგილიდან მეორეში. ჟამის სიავისა გამო თუ მოუწევს ხან ეგვიპტეში რო ჩავიდა, იმით იყო გამოწვეული შიმშილობით და მერე იქ გერარში, თუმცა ის ქანაანის ტერიტორიაზე იმყოფება და ზუსტად მაგ ტერიტორიაზე ასაფლავებს მერე სარას ყიდულობს, ამასაც მივაქციოთ ყურადღება, ამას ყიდულობს ნაჩუქარი მას არ უნდა, იმიტომ რომ ჩუქება ეს შენი არ არის და რატომ დაჟინებით ყიდულობს ამ ადგილს მახპელას სარასთვის მიხვდებით იმით რომ ეს ისეთი რწმენა აქვს აბრაამს რომ ეს ადგილი ღმერთმა განაკუთვნა ჩემთვის და ჩემი შთამომავლობისთვის და მართლაც გადის წლები და მთელი ეს ხალხი აი ამ იმაში იწერებოდა ეს და როგორი აღმაფრენით კითხულობდა ამას ხალხი და რო გაეცნობოდა და როგორი რწმენით რომ შედიან ქანაანში რომ ეს მათი კუთვნილებაა და ამ წინა სახეებს ალბათ კითხულობდნენ კიდევაც ის ჩვენთვისაც ეს იმიტომ არის დაწერილი რომ ღმერთის ყველა სიტყვა შესრულდა სულ თუ სრულდება დანარჩენებიც უნდა შესრულდეს ესე იგი დაპირება ჩვენთვის ქრისტიანისთვის რომ აღდგომის აუცილებლობა ჩვენთვის ღმერთთან ყოფნა ახალისა და ახალი დედამიწა ყველაფერი შესრულდა და ჩემპირადად მე რო ვკითხულობ ეჭვები თუ გვაქვს ეს ჩვენი პრობლემა არის ჩვენ ბევრჯერ ვთქვით ისეთი სახით ღმერთი არ გვეცხადება ჩვენ როგორც აბრაამს თქვათ ვერბალური იმით სმენით უყურებს ის თავის ფანტაზიის ناقოფი არ არის აბრაამი არ არის რელიგიური რეფორმატორი რაღაც აბრაამიზმის ესეთი ფუძემდებელი არ აქვს გამოცხადებები და ჭრეტები იმდენი რომ დაგვიწეროს ამას არაფერი ისეთი ფანტაზიები არ აქვს ეს არის ძალიან რეალური ურთიერთობა ღმერთისა და აბრაამისა და აბრაამი ადასტურებს რწმენას რაც ჩანს ეს მორჩილება ახსნა განმარტებები არ არის საჭირო მას რწმენა აქვს რომ ღმერთმა უნდა გამოისყიდოს ცოდვები აუცილებელი აი ეს რაც დაპირდა ადამსა და ევას აუცილებელი არის გამომსყიდველი და გამომსყიდველისთვის არის სწორედ ის წინასახეები ის რაც დააწესა ღმერთმა რიტუალების სახით ლევიტელებში რომ აი რა და როგორ უნდა შევწიროთ ცოდვებისათვის ყოვლად დასაწველი ეს რისი სიმბოლოა რისი წინასახე არის და აი ასეთები არის ისააკიც და აი სურათი არის მათ მინიატურულად ქრისტეს
ეს წინასახე. აი ქრისტეს იმას წაკვალდაკვალ მისდევს რა ესა როგორი მუხლი მუხლზე თუ ამას ადამიანი ვერ აღმოაჩენს ესე იგი ის პრობლემა ყოფილა ხომ ჩვენ ბევრ წინასახეებზე შევჩერდებით მე იოსებიცაც აქვს კარგი წინასახეები მთელ პუნქტში რომ პირდაპირ აი იესოსთან მიგვიყვანს ამიტომ ბიბლიის კითხვა სწორედ იესოსთან მიყვანა არის და იესოს დაჯერება არის აბრაამ ჯეროდა ღმერთის ახლა პრობლემაა თქვენ თუ გჯერათ ღმერთისა და ის ღმერთი განსხეულებული სახით მოვიდა ისტორიულ კონკრეტულ გარემოში შემოვიდა და ცოდვა გამოისყიდა. ის ცოდვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მამა ღმერთს და აუცილებლად ვიყავით შეჭირვებული და თუ არა ის რიტუალები, რომლებიც დაგვიწესა რომელიღაც ორგანიზაციამ, სხვა მხრივ ჩვენ განწირული ვართ. აი ქრისტემ ეს ყველაფერი მოხსნა, აღასრულა და იმიტომ და გზა გაგვიხსნა ჩვენ შუამდგომელი იესოა ყველა ვარიანტში მამასთან ურთიერთობისათვის იესოა საჭირო იესოსთან ურთიერთობაში სულიწმინდის რწმენა საჭირო რომ სულიწმინდით ჩვენ კითხულობთ წიგნს, ულოცულობთ და იესო რომელიც არის შუამდგომელი, ჩემსა როგორც ცოდვილ ადამიანსა, გამოსყიდულს რა თქმა უნდა, მომნანიებელი გამოსყიდული ცოდვილში ვრჩები ბუნებაში, თქვათ იმის გამო რომ სხეულია ასეთი, მაგრამ მომნანიებელი ცოდვილი ქრისტესგან გამართლებული, იმიტომ რომ ქრისტე დააქცია სისხლი ჩვენი გულისთვის და აი ეს სიმბოლოც დაგვიტოვა მას ყოველ დღე, რომ მუდმივად სუფრაზე რო ვართ პურითა და წითელი ღვინომ თუ დაგავიწყდა გაგახსენდეს. ნუ ადამიანი არის ესეთი ბუნების რომ ყველაფერი ავიწყდება. აბრაამს ავიწყდებოდა თელი რიგი რაღაცები და რა გაგიკვირდათ. ახლა ჩვენ არ დაგვავიწყდეს მეგობრებო, შეიძლება ერთხელ ბიბლია წაიკითხო და დამთავრდა. მაგრამ სუფრაზე დაჯდები თუ არა წითელ ღვინოს რო დაინახავ პურს, იმ წუთში გაგახსენდება ქრისტეს დაქცეული სისხლი შენი ცოდვილი ბუნების გამო. იმ წუთში თავს შეგაკავებინებს. აი ეს თუ არა გაქვს თავში, რა რწმენაა ეს მე ვერ გავიქ. ამიტომ ჩვენში ქრისტიანულ რწმენამ ალაგმა აღვირახსნილობა, თავშეკავება, ზომიერება შემოიტანა იმის გამო რომ მუდმივად აი ეს წინასახეები ჩვენ წინ არის წყალი მაგალითად. თქვენი არ ვიცი, მაგრამ წყლის მის პროცესში მე გინდა არ გინდა ხისიერად იმ წუთში ვფიქრობ იესოზე. ერთი წამში მახსოვს და თავს ვიკავებ სული სისულელეებისაგან. თქვა გახსოვთ მე ვარ წყალი, აი საიდანაც მუდმივად აი მოდით ჩემთან და ეს ჭარა არის, ამას დალევა, აი ეს აღარასოდეს აღარ იქნებით მწყურვალიო. წყალი, პური, ღვინოს, წითელი ღვინოს სწორედ მაგაზე მიანიშნებს. პური რო გატეხავდა, თქვენი თვითონ ყოველ სუფრაზე აუცილებელი ატრიბუტია სასმელი და პური. სხვა მარსვამ არ აქვს ამაშულა, ღვინო უნდა იდოს მაგიდაზე. ჩემთვის ქრისტიანებისათვის სწორედ ეს არის ზიარება და იმ სუფრაზე რომელზეც ვზივარ ჩვენ საიდუმლო სერობის გარკვეული ისეთ ნიშანიც ადევს მას რომ ვჭამთ პურს ყოველ დღე ჩვენ ვიწევს მასთან ურთიერთობა და ჩვენ ზიარებაში შევდივართ. რა არის ის ზიარება? კერძოდ ის რომ ცოდვა უკვე უნდა გაცნობიერდეს იმისა რომ როგორც ცოდვილი ბუნების მატარებელი შენ ღმერთმა ჩამოგრეცხა ესა და არ უნდა ქონდეს კომპლექსი რომ ილოცო და ღმერთთან ურთიერთობა ასე ააგო და ღმერთის ყველა სიტყვა აუცილებლად შესრულდება. არ შეიძლება დაარღვიო ღმერთის აბსოლუტური ესეთი დადებული სიტყვები რომლებიც იმდენად მომქმედი არის რომ ამას დაარღვევ ტყავი გაგწრება და არავის არ შეშვენის მოიქცეს იზმაელივით რომ დაცინვა დაუწყოს თქვათ ისააკს და ირიბი გზით ეს ღმერთის დაცინვაა. ისევე როგორც ირიბი გზით სამოთხის ბაღში, ედემის ბაღში, ირიბი გზით ღმერთს დააბრალეს ცოდვის შემოსვლა. აი ესეთი რამე ადამიანს მოსდის. იზმაელი სწორედ ამიტომ იყო დაწუნებული. იმიტომ კი არ იყო დაწუნებული რომ ის აგარის შვილი არის. დაიბადა თუ არა ისააკი, იგი ბავშვი ჩაგარავდა, დაცინოდა, მასხრად იგდებდა. ამიტომ ტრაგედიაც რომ არ მოყოლოდა ამას, გახმობილი იქნა ისა და დააკვირდეთ ღმერთი ბოლომდე დაგმო იზმაელიტიანებმა. არასოდეს არაბულ სამყაროს ის ცოცხალი ღმერთი კი ტრაბახობს არაბული სამყარო აბრაამი მამა ჩვენიაო ასე ვიძახის იუდაველები ასე ვიძახით ქრისტიანები ჩვენც ქრისტიანები ქრისტეში უკვე რწმენა შესული ხალხი აღიარებს აბრაამს მამას ასევე რომ ჩემთვის ქრისტიანისთვის აბრაამი ჩემი მამა აქედან ნახეთ გამართლდა აბრაამის მიცემული სიტყვა რომ გაგიმრავლებ შენ უამრავ იმათ გაქცეო რა ერთი კინკილა კაც გამიგეთ რამხელა შთამომავლობა ყავს ესე იგი იუდაური სამყაროც აღიარებს მას, ისლამური სამყაროც აღიარებს აბრაამს, ქრისტიანული სამყაროც აღიარებს აბრაამს, მამად და მათ რიცხვში ის, ვინც ქრისტიანი მე, თქვენ და ასე შემდეგ. აი ესე შესრულდა ღმერთის სიტყვები და იმედისა და რწმენის მომცემია. გთხოვთ 33 თავით წავიკითხოთ. თავი 23. იცოცხლა სარამ 127 წელი. ეს არის სარას სიცოცხლის წლები. მოკვდა სარა კირიათ არბეში, აწინდელ ხებრონში. ქანაანის ქვეყნად. მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასადირებლად. მოსცილდა თავის მკვდარს აბრაამი და ეუბნება ხეთელებს. სხემად და მდგმურად ვარ თქვენთან. მომეცით საკუთარი სამარხი თქვენს მიწაზე რომ დავმარხო ჩემი მკვდარი. მიუღეს ხეთელებმა აბრაამს და უთხრეს.
მოგვისმინე ბატონო, ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენ შორის. დამარხე შენი მკვდარი ჩვენ საუკეთესო სამარხში. ჩვენ შორის ვერავინ დაგიკავებს თავის დამარხს, შენი მკვდრის დასამარხავად. ადგა აბრამი და თაყვანისცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს. ასე უთხრა მათ, თუ ინებებთ ამ მკვდარს და მამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწვილებთ და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარისძეს. მომცეს მახფელას მღვიმე, ისი ყანის ბოლოს რომ არის. თავის ფაში მომცეს, თქვენი თანდასწრებით საკუთარ სამარხად. ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა. მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთელთა და ყველას გასაგონად. ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული და უთხრა: არა ბატონო, მომისმინე. მინდორიც მომიცია და მღვიმეც იქ რომ არის. ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია. დამარხე შენი მკვდარი. თაყვანისცა აბრაამმა ქვეყნის ერს. ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად. თუ თანახმა ხარ, აიღე მინდვრის საფასური. გამომართვი და დავმარხავი ჩემს მკვდარს. მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა: ყური დამიგდე ბატონო, რას ალაპარაკოა 400 შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა. წადი, დამარხე შენი მკვდარი. დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა აბრაამმა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად. 400 შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდი. ასე დაუმტკიცდა საკუთრებად აბრაამს ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს წინ რომ არის. მინდორი და იქ მდებარე მღვიმე, ყოველი ხე იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ დგას ირგვლივ. ხეთელთა და ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული. ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა თავისი ცოლი, მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად. დაუმტკიცდა აბრაამს მინდორი და იქ მდებარე მღვიმე ხეთელებისგან საკუთარ სამარხად. ეს თავი იხსნება სარას გარდაცვალებით 127 წელი, ესე იგი აბრაამი არის 127 წლის. აქედან ახლა თუ ათვლას გავაკეთებთ, მივხვდებით ისააკი მსხვერპლშეწირვის დროს როცა მიყავდა აბრაამს, რამდენი წლის იქნებოდა. სწორედ მაგას სავარაუდოდ 30-27 წლამდე მაგ რაიონებში, ხო, ესე არის. ზუსტი თარიღი არ არის მოცემული, მაგრამ ისეც არ უნდა გავიგოთ, რომ ეს იყო რაღაცა არასრულწლოვანი ბავშვი 2 წლის და 3 წლის. ესე არ გავიგოთ. ეხლა აქ რით არის ღირსშესანიშნავი ეს ადგილიც, ახლა შემდგომ ის როგორ მთავრდება მოვლენები. აქ ძირითადი აქცენტი არის ადგილის შეძენაზე. მიაქციეთ ყურადღება, ხეთელები ეს მოიხსენება გახსოვთ, აქ გებულობთ უკვე ჩვენ, რომ ბიბლიაში არაფერი შემთხვევითი არ არის და თუ გახსოვთ გენეალოგია მეხუთე თავში და მერე განსაკუთრებით აქეთ მე-11 თავში გენეალოგია რო არის, იქ არის ჩამონათვალი მერე ნოეს შთამომავლობაც უყველა. ეს ხეთელები არიან ქანაანის შთამომავლები. ესე ნაკისავები არიან, რო გადავხედოთ თლიანი სურათი რო დავხატოთ, ეს ხეთების კულტურაც დადასტურებული არქეოლოგიური გათხრებებით და ეს არსებობდა, ეს არ არის მოგონილი და მითი. ბევრი ფსევდომითი, მითოლოგიათ ეგონა ხალხს და ასაღებდნენ მითად ბიბლიას, გაფანტა თანამედროვე არქეოლოგიური გათხრება მაგ რაიონებში, თურქეთის მიდამოებში და დაადასტურეს, რომ იყო ხეთელთა ძლიერი სამეფო. ხეთები ჩვენც გვისწავლია აღმოსავლეთის ისტორიაში. აი ბიბლიაში მოიხსენიება ეს და უცნაური ისე რომ აბრაამს მაგ ქანაანის ტერიტორიაზე დასახლებული სხვადასხვა ეთნიკური ერთეულები, რომლებიც სათავეს იღებენ სემის, ხამის და იაფეთისგან, აი ამ ძირითადად ქანაანელებით იყო დასახლებული მათი შთამომავლებით. უცნაური ისე რომ აბრაამი როგორც ღვთისმოშიშა და ღვთისკაცად ასეა მიჩნეული. ნახეთ თავდაპირველად აბრაამი როგორი პიროვნებაა, რომ ეს მისაბაძი მაგალითიც არის. ამავე აქ არის უცნაური რამ, ამას გულწრფელად იძახიან რაღაც სფერი განზრახვით კი არა, რომ უნდათ რომ ამ ღვთისკაც როგორიც აბრაამია აჩუქონ ადგილი და ეს არა ეს წესებს იცავს და სთხოვს. გაუცდებით, იცით რატომ მაგალითად ხომ 400 შეკელი, ესე იგი დაახლოებით არის 4 კილო ნახევარი ვერცხლი, უნდა მიუწონო, მაშინ ესე იყო ფულადი ერთეული წონებით იყო და უნდა მიგეცეს. დიდი თანხა არის ეს, თანამედროვე იმით თუ გადმოვიტან, დაახლოებით იქნება ეს $4000 და მეტი დოლარი. გამიგეთ, ან დიდი თანხა, თუ მეტი არა. აბრაამი ვარს არის, ამ ნაჩუქარი არ უნდა ამას. და აქ არის ძალიან კარგი თეოლოგიური აზრი. ის ქანაანის ტერიტორია მას ღმერთმა უწინასწარმეტყველა და მისცა, მოკლედ აღთქმა დადებული. და შეძენის შედეგად, რასაც გჩუქნიან, ხო ერთ ჩვენ დღეს საგართმევენ. და რაც უკვე ნაყიდი არის, კანონით არის უკვე გამტკიცებული შენია. აი ამიტომ არის რომ თითქოს და გაჯიქებული აბრაამი, ცით ვარს არის ჩუქებას და ყიდულობს მახპელის ადგილს, ღვიმეს, სადაც სარა უნდა დაასაფლაოს და ესეც რწმენის მომცემი იქნებოდა იმ ხალხისთვის, ვინც გზადაგზა უდაბნოში ხეტიალის დროს მითის ქანაანისკენ და რომ არ უნდა შეშინებოდათ, რომ ეგ ადგილი მათია. თუმცა ჩვენ მერე რიცხვთა წიგნში ვკითხულობთ, როგორც შებრკოლდნენ ისინი და
შეშინდნენ. გამიგეთ და ამის გამო დაისაჯენ და 40 წელი იხეტიალეს იქ შესასვლელად. და შიგადაშიგ იმიტომ აკითხებდნენ ისუნავინიც რო უდგას უკვე სათავეში ამას და გამეორება ჭირდება ცოდვადაცემულ ადამიანს და გამაგრება ჭირდება. აი ასეთ პითარებაში იწერებოდა ეს წიგნი და მოსეს 5 წიგნეული არაერთხელ მერე ბრუნდება საკითხავ წიგნად ისრაელის ისტორიაში, თუნდაც ბაბილონის ტყვეობიდან რო ბრუნდებიან ეზრა რო ამოქეკავს ამ წიგნებს. ეს არის უძვირფასესი რამ და ჩემთვის როგორც თანამედროვე ადამიანისთვის ეს წმენის ძალიან ძლიერი მომცემი არის თუ არ გავიცანი ღმერთი რომ მისი ყოველი სიტყვა არ გადავა. ამ შემთხვევაში კიდე არის აღწერილი ესეთი დეტალი. აბრაამის ცოლის გარდაცვალვის მერე კახანს მოუწია სიცოცხლე მაგას უცებ არ გარდაცვალა იცით რომ აბრაამის სიცოცხლის ხანგრძლივობა 175 წელი არის. ასე რომ ხლა 127 წელისა თუ იყო ის 127 წელისა აბრაამი იყო. ბუნებრივია მას აგარისთან შვილი ყავდა, სარასთან და ასევე ხეტურასთან შვილები. აი ასე შესულდა ღმერთის სიტყვა რომ გაგამრავლებო. ესე იგი ესეც რა თქმა უნდა არ გადაიყრებიან ესენი ეს შვილები და აქ უბრალოდ ამ ისტორიული თხრობიდან გადიან და მერე იჩენს იზმაელიტელები მერე ხვდებიან, როდესაც იოსებს ყიდიან ეგვიპტეში. მერე გზადაგზა. ამიტომ არის საჭირო დავიმახსოვროთ პარალელები ამ ბიბლიაში, მაგიტომ არის ერთ-ერთი საინტერესო რამ პარალელებით თქვათ ადგილების გახსნასაც ემსახურება, თან კიდე გახსენებასაც და უნდა დავიმახსოვროთ ასევე პერსონაჟებით, სახელებით, რომ ესენი კიდე მეორდებიან და კიდე ერთხელ მოხდება გადაკვეთა. ესე იგი ნახორი ჩვენ გავიცანეთ პირველად მე-11 თავიდან, ხო? უკვე ლაპარაკი იყო გენეალოგიაზე, თარასის შვილები გაგვაცნო ბიბლიამ, ესე ხო სულიწმინდა, ხო არანი, აბრაამი, ნახორი და მერე ნახორი კიდე იმის მერე ამოტივტივდა ნახეთ ჩვენ 22 თავში და ამასაც თავისი დატვირთვა აქვს. მერე შევხვდებით მის ნაშიერსაც, როცა უკვე ისააკის ცოლის მოყვანის საკითხი დადგება დღის წესრიგში. და ასევე კიდე ისევ უკვე იქითკენ გაისტუმრებს რებეკა თავის შვილს, რომელსაც ემუქრება უკვე დევნა ძმის მიერ, ასევე გაისტუმრებს თავის ძმისკენ, ლავანისკენ, აღმოსავლეთისკენ, ისევ ხარანი. აი იქიდან მოყავს იმასაც ის ქალები. ასე რომ ესეც უნდა ვიცოდეთ ჩვენ გენეალოგია თქვათ თერაშისა, აბრაამისა, შემდეგ ბეთუელისა, ესენიც უნდა დავიმახსოვროთ ეს პერსონაჟები და მათი სახელების ეტიმოლოგიაც უნდა ვიცოდეთ. რათა ჩვენი რწმენა ისევე როგორც ახლა აბრაამს კი ეშველა მეგობრებო. ლაპარაკი არის ახლა ჩვენ წაკითხეთ ახლა თუ ინფორმაციას მივიღებთ ამით რა. აი ჩვენი რწმენა თუ არ გამაგრდა მეგობრებო და რწმენა გვჭირდება ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს მოგვიწევს ამ ქვეყნის დატოვება ხილული ქვეყანა რო ქვია. და ამ რწმენით ჩვენ უნდა გადავიდეთ იქით. ამიტომ არის საჭირო ღმერთთან ურთიერთობა. ბიბლია არის არა წიგნთან ურთიერთობა, არამედ ღმერთთან ურთიერთობა. და მაგის მეშვეობით შემოდის და ჩვენ ცნობიერებაში თუ არ გაცოცხლდეს და მკვდარ ასოთ რა თქმა აღვიქვათ ეს გული უნდა შეიძრას ჩვენი და სულიწმინდა ასე ნელ-ნელა უკვე ჩვენ მივდივართ ვეცნობით გავდივართ იესო ქრისტესთან მივდივართ ჩვენ და მე ისევ იესო ქრისტესთან შემოვდივართ. და ხვდებით ჩვენ ქრისტოცენტრული პიროვნებები და არა ანთროპოცენტრული. ქრისტოცენტრული ნიშნავს ჩვენ ცენტრში, ყველა საქმეში, ყველა ამბავში ქრისტე გვყავს და ჩვენ ამით უფრო კარგად ვართ. არ შეაშინოს არავინ ის რომ ჩვენ ვიქნებით ან უბრალოდ ასიმილირებული ამ რელიგიის მიმართ, ჩვენი ტვინი წაიშლება და ვიქნებით დებილები. ყველაზე კარგად აზროვნებდნენ ქრისტიანები. მაგრამ ქრისტიანებშიც იყვნენ გაუნათლებელი ხალხი, ამ სიტყვის ესე იგი არასკოლური გაგებით, გაუნათლებლებიც და განათლებულებიც, მაგრამ ქრისტიანი მოაზროვნე უფრო მაღლა დგას იმ მოაზროვნეთან შედარებით, რომელიც არაქრისტიანია. თქვათ, ავიღოთ ქრისტიანი ფსიქოლოგი და არაქრისტიანი ფსიქოლოგი. ნახეთ ნაწერები ერთად შეადარეთ. მე შემიდარებია. ქრისტიანი ფილოსოფოსი და წარმართი ფილოსოფოსი. გადაძალა ქრისტიანმა ფილოსოფოსმა. როგორი მოწესრიგებულია მისი სააზროვნო თემა, რაზედაც ლაპარაკობს. როგორ ერკვევა კარგად იგი იმ ქვეყანაში რომ ის და ცხოვრობს. აი ეს უპირატესობა აქვს, არავინ არ თქვას რომ ეს აჩვენებს გონებას, როგორც მარქსი იძახდა, თუმცა ქრისტეზე მას არ უთქვია, მან თქვა რომ რელიგია არის ოპიუმი ხალხისათვის და მე ჭეშმარიტად მარქსს ვეთანხმები, რომ რელიგია მართლა ოპიუმია ხალხისათვის და კარგი ნათელი სურათები არის დღეს საქართველოს ისტორია, აი რელიგია როა მართლმადიდებლობა ეს არის ოპიუმი ხალხისათვის. არავინ კითხავს არ სვამს. აი რა არის, როგორ არის, ეს რაც არის სწორია, საიდან არის ეს აღებული, არავინ არ ამოწმებს ამას. და ვერავინ თავს ვერ გაიმართლებს ეს ცნობილი ამბავია და აი ეს 23 თავი აქცენტი დავსვათ აი აქ აბრაამის, რა თქმა უნდა, სევდა არის ყველაფერის ის რაც არის ახსალი მანდ არის გამოთხოვება სარასთან, მე აბრაამის ხელახალი აქორწინება, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას არ მივაქციოთ ისეთი ყურადღება. ისააკიც აქ წლოვანებასაც ვგებულობთ. და დღის წესრიგში დგას უკვე აღება იმ ადგილისა, განსასვენებელი ადგილისა, სადაც აბრაამიც უნდა განისვენოს აბრაამმა და ეს ადგილიც არის დღევანდელი იმაში, ხო? ამით გამტკიცება იმისა, რომ ღმერთის სიტყვა სრულდება და ქანაანში დასაფლავებული ეს ადგილი, იმიტომ და ეს ადგილი ნამდვილად მათი არის. ესე იგი აბრაამის წმენდაც დადასტურება ის, რომ ეს ადგილი ჩემია და იყიდა მან. იყიდა ეს ადგილი და მართლაც მე
ხვდებით რომ ეს განხორციელდა, შევიდა ხალხი მან და დაისაკუთრეს. ასე შესრულდა ღმერთის ეს სიტყვები აბსოლუტურად. თუ კარგად წავიკითხავთ ჩვენ ბიბლიას და ავიღებთ აქცენტს ღმერთის სიტყვებზე, ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ ყველა მისი სიტყვა სრულდება. გამრავლება აბრაამი რო გამრავდა, ისე ვინმე გამრავლებულა. ჯერ მარტო დააკვირდეთ თავიდან 100 წლამდე კაც შვილი არ ყოლია გარდა ერთისა, ხო? ნუ განსაკუთრებით 86 წლამდე. 86 წლამდე მას არავინ არ ყოლია. მერე უჩნდება იზმაელი. თუმცა მემკვიდრე ეს არ არის, სულიერ მემკვიდრეობაზეა ლაპარაკი, ქრისტეს წინასახეზეა ლაპარაკი, ამ ხრივ თორე ისე, ეგ დიდ ცოდვად ეს არ ჩაეთვალა. უბრალოდ ამას ურწმუნოებაში ჩაეთვალა ეს. როგორ არ გჯერა რომ ჩემგან იქნება ეს და რა საჭიროა რომ შენ ამით აკეთებ. მაინც ღმერთმა არ დაგმო ეს საქციელი და პირიქით აკურთხა არაბები, მაგრამ თვითონ არ მიიღეს ეს კურთხევა. კურთხევა ახლა რაც არ უნდა აკურთხო. ადამიანი თუ იმან არ მიიღო რწმენით, არ მოხდება სასწაული. იესო ქრისტეც სასწაულს ვერ ახდენდა ნაზარეთში იმის გამო, რომ ეგ არიღებს, როცა არიღებ იესოს, რანაირად უნდა მოხდეს სასწაული, ხო, ესე არ შეიძლება. ძალით მოხვევა არ არის სწორი. ასე რომ იზმაელიტიანებს და თავად იზმაელს ცოცხალი ღმერთს დაცინოდა ეგა. ისააკს დაცინის ეგა. შესაბამისად ღმერთს დაცინის. ეს დიდ ცოდვად ითვლება, როცა პიროვნება ღმერთს დაცინის. აი ეს ჩაითვალა ცოდვად იზმაელს და იზმაელიტიანებს და მართლაც თელი იმის მანძილზე ჩვენ არ ვიცით ახლა ბიბლია არ მოგვითხრობს ამას, მაგრამ არაბულ სამყაროში ვერ დავიჯერებ, რომ მთლიანად ერთი კაციც კი ქრისტიანი არ გამختارიყო. არის არაბულ სამყაროში აქაიქ ქრისტიანები. იმას კი ღმერთი რა თქმა უნდა ჩაუთulis ყველანაირად არ ეტყვის, რომ შენ იცი არ მიგიღებს სამუხტეში მხოლოდ იმიტომ, რომ გარისგან ახარ გაჩენილი და იზმაელიტის შთამომავალი. არა მეგობრებო, არ. დატოვა ეს დიდხანს, აი ეს არის ღმერთის სიყვარული. და იზმაელიტიანებიც ადამიანები არიან და ყველა თუ ეხლა დაცინეს ღმერთს ისევე როგორც იზმაელი, ისინი ბოლოს გადაიყრებიან. მაგრამ გჯერათ რომ მთელი 3000 წლის მანძილზე არც ერთი არაბი არ მობრუნებულა? მე არ მჯერა. მე ვიცი რომ არაბებიც ბევრი ქრისტიანია. არაბულ იმაშიც ძალიან კარგი თეოლოგები არიან. ბევრი არ არიან, მაგრამ არიან. და ღმერთი სწორედ ამიტომ ელოდება თავის იმას და არა ვთქვათ რომ წინასწარ განსაზღვრული იყოს ვთქვათ ისააკი, თუ ამას ადამიანი თავის თავში ვერ მოაწესრიგებს, იმას პრობლემა ექნება. ესე იგი არავინ არ თქვას რა კიღა შენი ლოცვით ვერაფერს ვერ აკეთებ. თქვათ ილოცე და არ სრულდება არაფერი, იტყვი რომ იცი რა, ღმერთი ერთს მოიწონებს მეორეს. ეგ უკვე სატანიდან მოდის. ეს ეგრეთ წოდებული წინასწარ გამორჩევის თეორია, მაცდუნებელი თეორია და თუ მაშინ ვინმე გაეხლათა შავად არის საქმე. ეს ინდივიდუალურად ადამიანმა ბიბლიასთან შესატყვისობაში უნდა მოაწესრიგოს ეს. მართლაც ცდუნება დიდია, ხედავ რომ კაც ეჭიჩინები, არაფერი არ გამოდის და იტყვი მე მომაქცია. ჩემთვის არავის არაფერი უჩუჩინებია, არც მასწავლებელი ყოლი ამ საკითხში, ისეთ პერიოდში გავიზარდე, ქრისტეზე ლაპარაკი არ იყო, ბიბლია სახში არ იყო, არც მეზობლები ლაპარაკო, სადაც თავშეყრის ადგილზე არავინ ბიბლიაზე არ ლაპარაკო და სუფრაზე არავინ ღმერთზე არც ქრისტე აღდგას იძახდა არავინ, ეს ისე უბრალოდ მაინც რომ დაინტერესებული ყავი რა არის და როგორ არის გარკვეული პერიოდი, სანამ კოლაფსი არ მოხდა, მაგრამ ისმის კითხვა საიდან? მოწოდებული ვიყავი და მე გამომარჩია და თქვა ჩემი ბიძაშვილი დაღუპა? არავითარ შემთხვევაში. მე გამომეცხადა და იმას არა? ეს არის არჩევანი. შენი სურვილი არის ეს. შენ გააფართოვე გონების თვალსაჩინო და მიხვალ. ასე რომ მე არ ვრაცხავ თავს იმ კატეგორიაში, რომ მე იმდენად წარმატებულიო, რომ მე გამომარჩია და ის დაღუპა. იმას არ უნდა მისვლა. ასევე ლოცვით მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ლოცვა არის უბრალოდ ღმერთმა თქვა ესე, ილოცეო. თქვათ არ უნდა რომელიმე სიტყვაზე ვიძახე, ჩემიანს მიღება ღმერთისა ხომ, ასე ჯიჯიმ პიპინით. ველაპარაკები და ვერ შევაგნებინე. ხო, თუ მიყვარს მე, ჩემი სიყვარული თუ კი არა უნდა დადასტურდეს, ღმერთი, ვინც მიყვარს ვეუნები, შვამდგომლობ. მე ესე იგი, ჩემიანს ღმერთთან. სიყვარულისა გამო, როგორც აბრაამი ლოტს შვამდგომლობს. აბა რისთვის იყვნენ ანგელოზები აბრაამთან? რა აწუხებს მას? სოდომ გომორის დანგრევა? ეგ კი არ აწუხებს, ლოტი ცხოვრობს იქა და ისეც მოყვება ამ კატასტროფაში თუ არა? ასე რომ ეს ლოცვა, რომელიც საუბარი არის და ლოცვა არის საუბარი ღმერთთან, ნახეთ სადით ჩინათავი ლოტი გამოიყვანა ღმერთმა. და რა ეს ძვირფასი ადამიანი იყო ლოტი? სწორედ აი შესმენელი იქნა აბრაამის ლოცვა, ეს ცნობილი ფაქტი არის და ლოტი გამოვიდა იმ სოდომ გომორიდან და უფრო მეტი გამართლებულიც იქნა ლოტი სახარების თანახმად, მართალ კაცად არის შერაცხული, ესე იგი ჯოჯოხეთს აცდა და აბრაამთან დაისადგურებდა. მაგას ვეღარ დააშორებდა მიწიერი ხიბლები. აბრაამი და ლოტი ერთად იქნებოდნენ. ეს უნდა და აბრაამსაც. დღეს ჩვენც შეიძლება კაც ველაპარაკოთ, დედა იქნება, მამა იქნება, ვეჩიჩინოთ, არაფერი არ გამოდის. გეთანხმები და არ უნდა შეგვიმუშავდეს ის თეორია, რომ ეს თურმებსიო რა, ამას ღმერთი და დეტერმინიზაცია შემოდის. არა, ღმერთმა თქვა, შენ ილოცე, დანარჩენი იმან იცის. და ვინ გადარჩება და ვინ არა, ეს ღმერთის პრეროგატივია. არც არავინ არ უნდა აიღოს თვითგიპნოტიზირება და იმის გამო რომ იცი რა, დედა ჩემს უყვარვარ 60-ში შევა. არა მეგობრებო, ყველა შვილი უყვარს დედას.
სამოთხეში შესვლა ჩვენი ადამიანის სიყვარულებით არ წყდება და არც გიპნოზირება მჭირდება მე და არწმუნებით მე შემიძლია ვთქვა რომ ერთადერთი კაცი არის ჯოჯოხაში, ეს არის იუდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ის გმირები, რომლებსაც მე პერსონაჟები, რომლებსაც მე კითხულობილობ, ყველა სამოთხეშია მოხდება. ყველა დაწყებული ადამიანს ეს მე ვიცი რატომ ბიბლიიდან. ასევე დარწმუნებით შემიძლია ვილაპარაკო ჩემ თავზე. ახაც კი უნდა ვიყო თავშეკავებული. იმიტომ რომ ჯერ არ გამოცდილა ჩემი რწმენა. გამოცდა ელის მას, როცა საწოლზე ვიქნები ასე თუ ისე უკვე რო ვემშვიდობები, აი მანდ ხდება შემოწმება. მეც მომიწევს ჩემი ცხვერფსეწირვით მისვლა. აბა ნახავ, ჩავაბარებ თუ არა. მანამდე იცოცხლეთ ახლა, გააჯობებთ ყველას რწმენაში. ილუზიაში მე არ შევდივარ და ჩემი თავის მაკონტროლებელი მე ვარ. მაგრამ ხა დედა ჩემს რა ეშველება და მამა ჩემს რა ეშველება და ახლა თავი მოიტყო მე არ ვიცი. ერთი ვიცი, თუ ინფორმაცია მივაწოდეთ მას და იგი ჩაუჯდა მისი არჩევანი ეს მოხდება სამოთხეში თუ არა. ამიტომ ეს საკითხები მე არ მაწუხებს. ეგ ღმერთს გადავაბარე, რწმენა ეგ არის. არც აბრაამს აწუხებს ნახორი რა დღეში არის. სად აბრაამი, სად ნახორი? დააკვირდით, მიაქციეთ ყურადღება. ნახორი მასთან არ არის, რატო არ აწუხებს ესა? გაივლებს იქა გადაკვეთის ისენიც ხდება, მაგრამ არ ჩადის ნახორთან არ უჩიჩინებს ღმერთს. არ არის ეგ, ეს ღმერთის პრეროგატივაა. ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური მიდგომა ამ საკითხან და ჩვენ კიდე ნუ დავასწრებთ ღმერთს რა. აი სექტანტურად ნუ შეხვედათ, იცი? აი მე იცი დედიკოს უყვარვარ, მამიკოს უყვარვარ. მე ღმერთი მიყვარს, ღმერთად ვიქნებით. ან იქნებით ან არა. აქ არა ხართ ერთად, იქ როგორ იქნებით ჯერ ერთი. აქ უნდა იყო ერთად აზრებით, ფსიქოლოგიით, განწყობით, ყველანაირად. მე იმ თემებით გატაცებული უნდა იყოს. იქიდან კითხვებს უნდა გისმევდეს. ღმერთი აწესებს ყველაფერს. ეს ad ვიყავი, როცა ჩდებოდა მთელი რიგი ეპოქები და სამყაროები და ადამიანები. თავარი არის მე როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთთან. ეხლა მეორე, როგორი დამოკიდებულება მაქვს მე მეორე ადამიანებთან. ღმერთი გვეუბნება. საბოლოო ჯამში მე ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ შენ გევალება ჩემთან ურთიერთობა. ჩემთან ურთიერთობის დროს შენ შეგიძლია ილოცო შენი ახლობელზე. ესე იგი მომართოს სიტყვით შენ ახლობელზე. როგორც აბრაამმა როგორ მიმართა. პირდაპირ ვერ ეუბნება ლოტი გამომიყვანეო. და იწყებს საიდან 50 მართალი რო იყოს, 40 რო იყოს, 10 რო იყოს და ბოლოს შეშენდა და ვაი და არ იყოს, ესე იგი დაიღუპება ლოტიც, ხო? ეს ახლა ვინ არა ღმერთმა იცის, ხო? ეს თავისებური დიალოგი ლოცვა იყო იმისთვის, რომ ლოტი გადარჩენილიყო. აქ გადარჩინა ღმერთმა ლოტი. ეს ჩემთვის რწმენის მომცემია და მე რა თქმა უნდა, პირდაპირ დიალოგზე თუ კაც ვერაფერს ვერ მოუბრუნებ, თუ ის ახლა რომელიმე თქვენთაგანს, ადედა ჩემს მამა ჩემს, იმას მაინც არ დავაკლებ, რომ ერთი სიყვარულის გამო ღმერთს უთხარ რომ არ დაღუპო ის კაცი სოდომ გომორში, ხო? სოდომ გომორი სიმბოლო ათეისტური ქვეყნისა მე ასე ვიხმარ ახლა ამ წუთში. ესე იგი, გაამაყებული ხალხი სადაც არიან დასახლებული, ცრუ რელიგია სადაც არის გაბატონებული, იქ რო უწევს ცხოვრება ჩემს ახლობელს, თქვათ, როგორც აბრაამს ლოტისა, მე აგერ თუ ღმერთს ხვდები მე ბიბლიის მეშვეობით, შემიძლია ვთქვა რომ არ დაღუპოს ის ქვეყანა, თქვათ 50-10 და ჩემი საყვარელი ადამიანი გამოიყვანოს. მე ეს რწმენა მაქვს რომ ამას გააკეთებს. ახლა გამორჩევა, გადარჩევა, დეტერმინიზაცია, არაფერი არ გამოვა. როგორ არ გამოვა? ჩვენზედაც ბევრია დამოკიდებული. ჩვენზე ის არის დამოკიდებული, რამდენად გიყვარს ღმერთი. დანარჩენი რა გაწუხებს ახლა? ვინ გადარჩება? თქვენ მიხედეთ, თქვენ თავს ყველა თქვენთაგანმა თუ ლოცულობდით, შესმენილი იქნება და თუ არ იქნება შესმენილი, ესეც ღმერთის პრეროგატივაა და თქვენი რწმენა უნდა გქონდეს, რომ ღმერთი არც ერთ ვარიანტში არ დაუშვებს შეცდომას რა. არც ერთ ვარიანტში და მოიხსენებათ, ყველას თავისი არჩევანი აქვს. არასოდეს არ მიატოვებს ადამიანს თუ იგი ღმერთთან არის. არ მიატოვებს. თვითონ ადამიანი მიტოვა, იზმაელმა მიატოვა ღმერთი. ღმერთს არ მიუტოვებია და ჩანს კიდევაც საკითხავთ, რომ რამდენი თაობა წამოვიდა იზმაელელებისგან, როგორი ტიპები იყვნენ, ადგილიც ჰქონდათ, სიცოცხლეც გადაარჩინა და არ მოკლეს ბავშვი, ხო შეიძლება მოეკლა იქა. პირიქით აგარს დედა დაუბრუნა. აი რა დიდი სიყვარულია ღმერთის ამ ვიგინდარების მიმართ აგარისა და იზმაელის ყედულობაში მაქვს ესენი და ამათ ღმერთი არ უყვარდათ პირიქით ახალი რელიგია მოიგონეს მათმა წინაპირებმა მუსულმანობის სახით და ამოიღეს ხმლები და დაუწყეს ქრისტიანებს დევნა და ქრისტიანებს რო თავებს აჭირდნენ ესეთი მსგავსი რამე ისტორიას ჯვაროსნები არ იგულისხმება მსგავსი რამე ქრისტიანს თავში არ მოსდის რომ წავიდეს და მუსულმანს თავი მოსჭრას დღესაც დადასტურებაა ქრისტიანების სიყვარულისა მუსულმანების მიმართ ქრისტიანული სამყაროა მუსულმანეთ გავსებული და არაპირიქით მუსულმანური სამყარო ქრისტიანებთ გავსებული. ამაზე მეტი ფაქტები რა ვიცი. რეგვენი თუ უარყოფს ფაქტებს და საერთოდ მუსულმანები ხმას ნუ იღებენ საერთოდ სიყვარულზე და მეგობრობაზე, იმიტომ რომ ყველა აქეთ მოილტვის ამერიკა, კანადა, ევროპა, ბრიტანეთი, მაგრამ არავის იქ არ იღებენ. რომც ჩახვიდე, იქაც დაგდებენ ჯოხით და აბა ის დაიფარე, ეს დაიფარე და აქ არავის არ აწუხებენ. აქ პირიქით ქრისტიანები ამათ უფლებებს იცავენ, ამათ რელიგიას პატივცემენ და ვინც მუსულმანს აქ რამეს ეტყვის, იმას ყავს გააძრობენ იგივე ქრისტიანსაც. ასე რომ ღმერთი არის ძალიან დიდი მოსიყვარულე, გამიგეთ ბიბლიაში. ეს ვიცოდეთ ჩვენ მეგობრებო და ამ პარალელებზე
გავერთე უცებ გადასვლა გადამოსვლები რო გავაკეთე რომ გარდაცვლილ ადამიანზე ლოცვა არის სატანიდან. აი აქამდე ცოცხალ ადამიანზე რო ლოცულობ შენ იმის გამო ლოცულობ რომ თვითონ ხეპრი არის არღებულობს ლოტივით გაიქცა და არც უნდა შენთან ურთიერთობა და დაგშორდა მაგრამ სიყვარულით რო ლოცულობ აი ეს ღმერთი მე გავიგებთ მე დავწმუნდებით არის ის ჩვენთან თუ არ არის ხლა ლოტი არ დაგავიწყდეს მეგობრებო ასე თუ ისე ღმერთთან რაღაცნაირი ურთიერთობა ქონდა მას აი თუნდაც ის რომ აღიქვა სტუმრები რაღაც ზებუნებრივ ადამიანებად შედარებით ანგელოზებად და სტუმარმასპილობაც გაუწია და ბოლო-ბოლო მორჩილად გაყვა მათ და სიძეები არ გაყვნენ და არ გაყვა თავისი ცოლი მოიხედა თორე თავად თვითონ მიყვა ბოლომდე ასე თუ ისე ის ღმერთს იცნობდა ეს იმას გვასწავლის რომ ბიბლიის თუნდაც ძუნწად გააღებაც კი გამოადგება ადამიანს თუ რაღაცა გაიგო ინფორმაცია ამიტომ შევთავაზებ თქვა დედაჩემს მამაჩემს უთხარ ხა მე შორსა ვარ იმისგან რომ ისე თეოლოგიურ კვლევაზე ეტარებინა როგორცაც ჩვენ ვატარებთ ახლა თქვენ კითხულობთ მაგრამ მოხუც ახლა რაც უნდა და ეს მაინც უთხარი და გარდაცვლის დროს თუ ღმერთი გამოეცხადებოდა გული მაინც არ გაუსკდებოდა რაღაცას ეტყოდა ის რაღაც დიალოგს გაუმართავდა და ბოლოს ის არის მისი პატრონი მე კი არ ვარ მისი პატრონი და ამიტომ იმედი დავიტოვებ ერთსაც რომ ღმერთი მოყვარულია ამიგრა თავის მოყვარეს არ მიატოვებს დავითს რწმენა ქონდა იმისი რომ შვილი რო გარდაიცვალა 100%-იანი მე შენთან მოვალ ესე იგი დავითს ისეთი რწმენა ქონდა რომ თვითონ ღმერთთან სამოთხეში მივიდოდა და შვილი კიდე იმის გამო რომ არასრულწლოვანი იყო ყველანაირად ჯეროდა რომ ის ჯოჯოხეთში არ მოხდებოდა იმიტომ რომ ჩვილი ბავშვი იყო ის ნახეთ ესეც კარგი ადგილი არის მეფეთა წიგნებს მე რომ მიუახლოვდებით და ჩვენ კიდე ამ წიგნების კითხვით ისე კი არ უნდა გავერთოთ რომ თავი მოვიწონოთ და იცი რა ბევრი რამე ვიცით რაში წაადგარ რწმენას და რწმენა პრაქტიკით მოწმდება პრაქტიკა კი არის პატარა მასშტაბის დიდი მასშტაბის და ჩავარდნილ ხართ თუ არა მაგ მდგომარეობაში ხო რაღაცა ფიზიკური ზოგ სოციალური აბა როგორ ართმევთ თავს ცხდებით თუ არ ცხდებით მიტოვებული ხართ თუ არა და აბა როგორ თქვენ როგორ გავიგოთ რწმენის კაცი ხართ თუ არა აი აბრაამში ჩვენ გულობთ რწმენის კაცი როა პავლეს გებულობთ დავითს გებულობთ სოლომონს გებულობთ რწმენის კაცი როა ამიტომ ახლა ჩვენ ახლა კი არ გაგვაოცოს მათ მარწმენამ ჩვენთვის რისი მომცემი ეს ამიტომ დიდი სიხარული და სიამოვნება არის შენი მოსიყვარულე ადამიანი იყოს ქვეყნისა და სამყაროს გამგებელთან სადაც ყველა თანაბარია და ყველას ყველაფერი აქვს აი ეს ლოცვა კი როგორ უნდა დავაკლო ახლა იმას ვინც მე მიყვარს ხომ და სხვა მხრივ ახლა ერთი თავის გამოცდილებას გვიზიარებს ბროშურაში პასტორი ძალიან დიდი ხნით მუშაობდა გარდაცვალ ხალხს და აცილებდა იქით ქვეყანაში და ბევრი ეს გამოცდილება მე წიგნად ჩამოასხა და ბევრი მიცვალებულს წინა პერიოდს აღწერს და ძალიან ბევრი ისეთი ილუსტრაციები აქვს რომ როგორ გარდაიცვალა ათეისტი როგორ იცვლება თეისტი ერთი ადგილი აქვს ესეთი მოყვანილი რომ იმის გამო რომ მთლიანად ადამიანი ვერ სწორდებოდა სულ მოკუნტული იყო და თულ დაღმაიწვა ერთი სევდა ქონდა მას რომ რა ვიცი მე გავიმართებიო ესეც ხოსირის მოვიკუნტებიო და გარდაცვლის დროს სრულიად დაწყნებული და სრულიად გასწორებული იხილა ამ პასტორმა ეს კაცი და ესეც აღწერილია მანდ აი რასასწაული მოხდა ხო ფაქტურად ეს არც უნდა გასწორება აი რა აწუხებდა მას და აი ღმერთი როგორ დაეხმარა მას ნელ-ნელა 7 ხახი ესე გარდაცვალა ნახა ბევრი გარდაცვლილი რომელიც ძალიან ისეთი არიღებდა ამ ქრისტიანობას და როგორი ტანჯვა იმით გადადიოდა და ესეთი დასკვნა შეიმუშავა ქრისტიანული წმენით ადამიანები მშვიდად მიდიოდნენ იმ ქვეყანად და ვისაც ამის რწმენა არ ქონდა ტანჯვა წამებაში ღაფავდნენ სულს და ამავე დროს იმასაც დაასკვნეს რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარდაცვალებამდე ბოლო პერიოდში ადამიანთან ვინ დგას სარეცელთან და არ კმარა მარტო ბიბლიური ცოდნა ეს არ კმარა ამიტომ რა ვინც ბიბლია წაიკითხა სამოთხეში ვა არადასტურებს ღმერთი ამას ბიბლიის წამკითხველები რო იყოს რომ სამოთხეში და მაშინ ყველა შევა სამოთხეში თორემ ძალიან ბევრი ასე თუ ისე იძულებით კითხულობენ ზოგი სემინარიებში ზოგი სკოლებში სავალდებულო არის აგერ ღლებთან დადიხა და რაღაცას გიპუტუნებს ოჯახებში არის არა მეგობრებო სამოთხეში შედის ღმერთის მორწმუნე ცოცხალი ღმერთის მორწმუნე როგორც აბრაამს წამდა ღმერთის ასევე შენს და აბრაამივით თუ არაფერი არ გემეტება ღმერთისთვის და რაც საყვარელია ის ჩემი წმენა არ დადასტურდება და ასე რომ შემოწმდება ეგა ჩემო კარგო და სანამ მოვკვდავართ ჩვენ ყოველთვის რწმენის გამაგრებაზე უნდა მეცადინეობდეთ და ეს არის ჩვენი მოწოდება თქვენი რწმენით უნდა იაროთ არასხვის რწმენით აბრაამის რწმენით მე ვერ ვივლი რწმენამ აბრაამი გადაარჩინა მაგრამ ეს მაგალითი იმიტომ არის ჩაწერილი რომ აბრაამის კი არ უნდა მწამდეს მე უნდა მწამდეს იმის ვისაც აბრაამს წამდა ესეთი არის ღმერთი და ის იესო ქრისტეა. ამიტომ არის ბიბლიის სწავლამ ჩვენ უნდა მიგვიყვანოს პიროვნულ ღმერთთან, მის თვისებებთან და რამდენი თვისება ჩვენ ვნახეთ უკვე გზადაგზა და არავინ არ ათქვას რომ ღმერთი არის მკაცრი იმის გამო რაღაცი ბავშვი დაიხოცა იქა და აუ ეს აღარ მინდა ესა და რომელიღაცა წერილი არჩევს სახარებიდან მარტო ისი კითხოს დღე და ღამე. სატანასაც ეგ არ უნდა. და ამიტომ არის რომ რაღაც ადგილებზე აქცენტებს დაიჭერს სატანა, ჩამოყალიბდება ორგანიზაცია და ასე შემდეგ
ესეთი ხო რამდენი ვიცით ჩვენ 50-იანელობა და არის გამკურნებები და შიზოპათოლოგიური გამოხტომები რელიგიური. არა მეგობრებო, არა. აი ესენი არ წხვენენ ქრისტეს ნამდვილ სახეს. ხო და მართლმადიდებლობაზე დამიჯერეთ უკვე ამაზე ლაპარაკიც მე მგონი უკვე დამღლელიც არის, რომ ესენი არაფერს არ იღებენ ბიბლიიდან. ამიტომ არის მეგობრებო ჩვენ არ ჩამოვაკიდოთ ორგანიზაციას. ავიღოთ ღმერთს მადლობა რომ ამ უდაბნოში, ამ უსიერ ტყეში სოციალური ტყე რო ქვია ამას. სინათლე არის ბიბლიის სახით ყველა ენაზე. ავიღოთ, წავიკითხოთ, დავფიქრდეთ, გავიაზროთ, დავწუნოთ. დამხმარე ლიტერატურაც ამაზე არის. არადანი ადამიანები, ცოცხალი ადამიანებიც არიან. ღვთისმსხალობით ცოცხალი ადამიანი ქართულ ენაზე. აგერ ხო ვარ მე კაცო და ჩემნაირი ხალხიც თუ არის შემოვიკრიბოთ. ხო ვილაპარაკებით ამაზე. ესეც საკმარისი არა. ერთი კაცი მაინც ხო არის ბოლო-ბოლო. ხო აბრაამი იყო ერთი ხო? თუ ქართულ სივრცეში თქვენ არავინ არ შეგხვედრიათ. ვერ გაიმართლებ თავს. ქართული მოლაპარაკე მე ვარ. ქართულ ენაზე გელაპარაკებით მე. გარდა იმის მოწოდებისა და სიყვარულისა რომ ღმერთთან იყოს ყველა ის, ვინც ღმერთმა განაწესა და ღმერთმა ყველა განაწესა მასთან, მაგრამ ამ ყველას არ უნდა მასთან ურთიერთობა, თავისუფალ ნებაში დატოვა ღმერთმა და ჩვენი გონებით ვირჩევთ ჩვენ. ერთი ირჩევს ღმერთს, მეორე არა. თორე იუდას, დედას სხვა შვილებიც ეყოლებოდა. იუდამ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა. სამარცხვინო არა ის რომ ღმერთი გაყიდა, სამარცხვინოს რომ თავი მოიკლა და ამით თლიანად მოიჭრა ყველაფერი. თავი არ უნდა მოიკლა მას. მას ეპატიებოდა ქრისტეს გაყიდვა. არაფერი პრობლემა ეს წინასწარმეტყველები იყო. და ნაწინასწარმეტყველო თავისი თვითმკვლელობაც. რატო არ წაიგითხა ამან ბიბლია? სხვათა შორის ამან იცოდა ძველი აღთქმა. განა იქ არ იყო ნაწინასწარმეტყველები ეს რას გააკეთებდა, რომ ერთი გასცემდა. განა არ წაიგითხა მან ფსალმუნები. ხო იყო ეს წიგნი? ესენი იყო. ახალი აღთქმა არ იყო დაწერილი. იუდას კაცო რა მოუვიდა. ზეგი როგორ დაუბრმავდა ეს თვალები. სხვათა შორის პავლესაც ჰქონდა ქრისტესთან შეხვედრამდე დაბრმავებული თვალები და როგორ დაძდებდა ქრისტიანებს. მაგრამ ქრისტემ გაუხილა თვალი ხო? ის მისი სურვილიც იყო ალბათ, მოწოდება იყო და არავინ არ თქვას, რომ ეს გამოარჩია რომელიღაც სხვა პიროვნებისაგან. ადამიანი მაინც რჩება თავისუფალი არჩევანში და თვითონ ირჩევს ღმერთთან იყოს თუ არა. ასე რომ დეტერმინიზაციას ადგილი არ აქვს, ფატალიზმი სისულელია და გამორჩევის თეორიაც, რომელიც ადამიანური გონებით არის მოწოდებული და არა აქცენტები ბიბლიიდან ამოღებული, არა ღმერთიდან, ესეც არასწორია. თორემ გამორჩეული თუ არის ერთი ადამიანი და მეორე არა, მაშინ მithometes სისულელია გადაგება. ეს არის სისულელი. ამიტომ არის სატანა ყველა მხრიდან ჩალიჩობს გამიგე მეგობრებო. ამიტომ პირველი არის მოვაწესრიგოთ ჩვენი რწმენა რაციოში ჩამოვასხათ, სოციალურ იმას დაუქვემდებაროთ, რა დავწყნარდეთ, დამშვიდეთ, დაველოდოთ სიბერესა და გარდაცვალებას. ლოცვითა და კურთხევით მივიღოთ კარგი სიბერე, მივიღოთ უმტკივნეულო გარდაცვალება და ეს ნამდვილად შესრულდება. და ამას ვერან ვერ გაიქცევი ახლა, როცა იქნება გაგძვრება სული. ამაზე ორი აზრი არა. თორემ თავარი არის ამ ქვეყნის დატოვება და ამ ქვეყნის დატოვება მოგვიწევს თუნდაც 1000 წელი რო იცხოვროთ. დატოვეს ეს ქვეყანა ყველამ, რამე თუ ეს დედამიწა განწირულია დასაწვავად. და რაც დასაწვავად არის განწირული, ხლა ის შეიძლება ვებღაუჭებოდე. ამიტომ ჩვენ ვიცალიჩოთ, ვიზა მივიღოთ, როგორც პავლემ, აი იქით. აი მოქალაქეები. აი ქვეყნისა და დედამიწისა, რომელიც ღმერთს გამზადებული აქვს ჩვენთვის ქრისტიანებისთვის. აღდგომა სწორედ ამის დადასტურება. ეს 22-23 თავი ბევრია სალაპარაკო. 22 თავი ძალიან არის დატვირთული წინასახევი და აქ ახლა შეიძლება ესეთი რამეც თქვა, ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. სარას გარდაცვალება 127 წელი არის. მერე მადიდან კიდე აბრაამა 38 წელი იცოცხლა, 137 წელს იყო თავად აბრაამი და მაშინ თუ ჩვენ მივიღებთ, თუ კი არა ესე არის მიღებული რომ ისააკი ძალიან კარგი წინასახე იესო ქრისტესი, მაშინ მე შემიძლია თქვა ასეთი იმით დაუშვა, დიცოდოთ არ ჩამეთვლება რომ ისააკი მსხვერპლში წლის დროს 33 წლის იყო. უარის მანდ 30 და ცოტა ისე ვარაუდებ და არ არის ზუსტი თარიღი. მე ქრისტედან გავხსნე მაშინ წინასახეა ბევრ რამეში და არ იქნება ისეთი დიდი შეცდომა რომ უფრო კარგად გაჯიდეს შემრწმენაში რომ იგი 33 წლისა იყო როცა მამამ ესე მსხვერპლში წლის საკურთხეველზე თუ სამსხვერპლოსთან მიიტანა ეგ ეს სხვათა შორის. კარგით. აბა თქვენ იცით ღმერთი იყოს თქვენთან და რწმენაში გაზრდილიყავით. აბა თქვენ იცით.